მოგესალმებით სულ ყველას. როცა ცოდვილი ბუნებით შემოვედით დედამიწაზე და ცოდვილი დედამიწაზე ვართ, აი აქ უნდა პრინციპებით ცხოვრება, ღვთაებრივი პრინციპებით. ისე შენ პრინციპებს რო ააგებ და აშენებ, და ხვდება წინ ძალიან სულელურად. ახლა ღმერთით არავინ არ ცხოვრობს, მოდი ვთქვათ. ცერემონიალური ცხოვრება ეს რწმენა არ არის, საქართველოს ცერემონიალებით ცხოვრობს. აი მანზე რაც ხდება, ეს არის ცერემონიალები, აი კოვზის გამოსმა, სანთლის ანთება, ეს არის ცერემონიალები. ამას არაფერი არ მოაქვს. არაფერი ცერემონიალები იყო საბჭოთა კავშირი, ხო? ლენინი და წითელი კუთხე და პარტია და სიმღერები და სულ ცერემონიალები იყო. ათეისტური ცერემონიალები იყო, მისტიციზმთან დაკავშირებული არ იყო, იმიტომ რომ ათეიზმში მისტიციზმი გამორიცხული იყო, იქით აქ ქვეყანა არ არსებობდა, მეტაფიზიკური ძალები არ არსებობდა, იყო ხილული, რასაც ხედავ და მეცნიერებაზე დაფუძნებული. ამასაც ჰქონდა ცერემონიალები, გონიათ არა? და აქ ახლა არის მისტიციზმთან კავშირი, გაუგებრობასთან, მეტაფიზიკა, ფანტაზია, მეტაფიზიკა და ცერემონიალები რელიგიური. ათეისტური ცერემონიალები შეიცვალა რელიგიური ცერემონიალებით. არსი უცვლელია. რაც იყო იქ ადამიანი, ის არის ახლაც. უფრო გათახსირებულია. მე ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო გაჭირვებულია. ოჯახები არის საერთოდ დაემხო ყველაფერი თავზე. ერთი გარკვეული ჯგუფი უმოწყალოდ გამდით და სხვაები გაღატაკდნენ. და საშუალო ფენა აღარ არის. ან სიღატაკია, ან სიმდიდრეა მანდ ახლა. საშუალო ფენა ქვეყანაში რო არ არის, ეს უკვე პრობლემებია. უნდა იყოს ღარები, საშუალო და მდიდარი. და მინიმუმზე უნდა იყოს ღარები. ეს რგოლი არის საშუალო ფენა. საქართველოში საშუალო ფენა აღარ არის. ღარები და მდიდარი არის და მიდის გამდიდრების ისენი და რაც უფრო პროპორციულად იზრდება მდიდართა ჯგუფი, იმის საწინააღმდეგოდ უფრო მეტად რავდებს ღატაკები და უფსკრული ივსება. და ამას მოყვება სოციალური უკმაყოფილება და ჩვენ დღეს თუ ძალა ექნა ამ ჯგუფს, წამოიწყებს რაღაცა გაუთავებელ არეულობას, რითაც მე ამას მოყვება დაჯდა და დღეს იცით რომ უამრავი არსენალი არსებობს, 20 კაც შეუძლია დაშალოს 10,000 კაციანი ისა. ერთ ქიმია შეუშხაპუნე იქა მიტინგზე და დამთავრდება ამბავი. ამას არ იყენებენ უბრალოდ. დღეს აღარ არის საჭირო, იცი, 10,000 მომხდურს დაუდგეს 20,000 დამხდური. არ არის საჭირო. ისეთი ტექნოლოგია არის. ამიტომ სოციალური ესეთი გამოსვლებიც რაც იყო ადრე საუკუნეებში, ამას მნიშვნელობა აღარ იქნება. თუ მთლიანად არ დაიპყრო თელი სფერო და ვინ დათმობს ახლა იმ ბერკეტებს რომ ეშიდაც ფლობს აი მაგალითად საქართველოს ვინ დათმობს იქ მოჯდნენ გაინაწილეს ყველაფერი დაშოშმინდნენ ნაცებმა კოცებმა ბიზნესებიც გადაინაწილეს პარლამენტში ცეგენი არიან და უკმაყოფილო ხალხი გარეთ აგინებს ამებს შეიკერებენ უკმაყოფილო ხალხი მათ დაარქვეს ოპოზიცია და ნათელაშვილის კომუნისტი ნათელაშვილის კაბინეტში ყაყანობენ ვითომ ახლა მაგით რამეს გააკეთებენ არეულობაში შემოიტან და ის ხარახურა ხალხი რომელიც ნათელაშვილის კაბინეტშია და გადახედეთ ვინ არის ის რო პარლამენტში დაჯდება რაზღვიშვილის ნიორი გაიაფთება თუ ხალხი არ გადამრიოთ ხო ეს არის მორიგი ფარსი და ვერ დაანება მოსახლეობამ თავი ამ ტყუილებს სულ რომ არჩევნებზე ცონის დადება იმის აირჩევ ამას ახალი სახეები შეიძლება სახე მოგწყინდეს სახეს მოწყენა რა ადამიანის მოწყენა როგორ რა საკეთებს ამ კუთხით უნდა მივიღო და არა ის რომ უკვე ნერვებს გიშლის ვიღაცა ტელევიზორში და სახეების შეცვლე ხლა რა ხო შეიცვალა რა გუბაზა შეიცვალა რამაზა შოთათი რა გამოვიდა რომ მიშა გრიშათი შეიცვალა პრეზიდენტი აგერ უშანგითი შეიცვალა ხო მეორე ხალი უშანგით რამე გამოვიდა არაფერი არ იცვლებოდა კი ვერ ხვდებიან რატო არ იცვლება მიზეზი სწორედ მაგაზე ჩვენთან დეფიციტი არის მოაზროვნე აი ესეთი მეტაფიზიკურად მოაზროვნე ხალხი სოციალურად მოაზროვნე ფსიქოლოგიურად მოაზროვნე დეფიციტია საქართველოში მაგის ყოველთვის იყო ჩვენ არ ყავს ფილოსოფოსები ანტიკური გაგებით. არასოდეს არ ყოლია. ჩვენ ყავს მელექსე გიჟ პოეტები, მაგრამ გიჟ პოეტებში ბრწყინვალე პოეტები ყავს, ისი მომცემია რო. თოხის გალესვას გასწავლიან თუ რა, ეს სხვა რამეა. ხო, გიჟ პოეტებით გაივსო. საქართველოს დღესაც გიჟ პოეტებია წინა პლანზე, ხო, ვიღა აღარ ლექსაობს და ვიღა აღარ ჩხაპნის სისულელეებს. უსაქმურობაა საქართველოში, უსაქმურობა. ხო, ამ უსაქმურობებს ჩუმად შემოეპარა საქმოსნები სხვა ეროვნების და ბუნჩულებენ თავისთვის არიან იზრდებიან და ერთჩვენად დღეს მაგ ადგილს დაიკავებენ ხა რა თქმა უნდა ლაპარაკი ასეთი გზით ქართველენოვანიერი რომ ვერ იცხოვრებს მე ამაზე არც ვიკამათოთ იმიტომ რომ უსაქმურობაა საქართველოს ქართველი ერი სინონიმი არის უსაქმურობის ესე იგი სამსახურიც უსაქმურობა უნდა ბიზნესიც როგორია იცი სახში იჯდეს და ფული მოდიოდეს ვასაძე თქვენ გონია რამე საკეთებს ჩადო ფული დაჯდა სახე ასე ბიძინა რამეს კი არ აკეთებს სახშია და ერთობა ხეების გადანერგვის, გადმორგვის, ხარობს, დაუღალავად კი არ მუშაობს, ინტელექტუალი არის კაბინეტში ოფლას აღურის და რაღაცებს თეორიებს წერს, გარეთ ფიზიკურად, არაფერს არ აკეთებს ეგა. ფული ჩადო მორჩა, ეგრე არ არის ბიზნესი რო იწყება, თავიდან აჭირს. ფული რო ქონდეს, შენ ბიზნესს რო დაიწყებ, მე რას აკეთებ?
აშენებენ, შენ გამოდიხარ, სხვებს იქირაებ და შენ ზიხარ და ფული მოდის. ქართველი მასეთი არის უკვე იცი, ზარმაცი არის. ჩადეს თავითვე კომუნისტური კოლაფსის დროს ხალხმა ფული, შეყარეს იქ ტიპები, თვითონ გვერდზე გაადგნენ და დროს ატარებენ. სულ ყველა ვინც ტელევიზიაში გამოჩნდა ლაპარაკობს, მის უკან დგანან ტიპები, რომელიც ფულს უკეთებენ ამას. ნათელაშვილი რამეს კი არ აკეთებს. აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებს. არც ინტელექტუალს, არც ფიზიკურს. ნახე როგორ ცხოვრობს. ნახე რა მანქანებით დადის და როგორი ის აქვს. საიდან ეცით რა ძვირადღირებულია იმაზე რომ შემოსკუპტა რაღაც სპორტული იმაზე და თეანეთში რომ ააგო სასახლე იქ აქვს, დუშეთში თუ სადღაც. რანაირად რასაკეთებ რომ გაღატაკებულ ქვეყანაში. აი ესე არიან ჩუმად ესე და თვითონ დაარჩე პოლიტიკა, რომ თავიანთი ბიზნესები მერე აკონტროლონ. ესე იგი, თავრობაში შესვლა იმიტომ უნდა ხალხს ბიზნესების გაკონტროლება იწყება. ესე ეშინიათ არ წამართვა. დეპუტატებიც ეგ არის, რომ კრიშები არის 1000 რაღაცეებისა. ხალხი კი გადაყარეს რა. ამიტომ თლიანობაში ქართველიერი ამ გზით რომ მიდის, ვერც გამრავლდება, ვერც სოციალურად გაჯანსაღდება, ვერ მომაგდება ვერც ფინანსურად და ინტელექტუალურად ზარმაცია რა. იული გზით ფულის შოვნა უნდა და ესე არ გამოვა ხალხო. ინტელექტუალური მუშაობაზე ხელი აღებული არის. მეცნიერება და საქართველოს სასაცილოდ არ გვეყოფა ხო რა. ამ მეცნიერებაა საქართველოში არ გადამრიოთ რა. დღეს ახლა მეცნიერება თქვენ ისე ადვილი გონიათ, რომელი ქართველი და მეცნიერი კაცო რა. მან უნდა იყო როგორ იცი, შეწირო რა შენი თავი და რა წავიდა ეგ დრო რომ ლაბორატორიაში ცხოვრობდა ხალხი და რაღაცებს იგონებდნენ და ისეთი იდეები რო ქონდათ რომ საზოგადოებას რაღაცა გავაჯანსაღოთ და გაუიოლოთ ცხოვრობა. ეგ წავიდა უკვე დრო. ეხლა ფიქრი როგორ არის იული გზით სწრაფად როგორ გამდიდე. ეს ოცნება გაამჟღავნა ჩანაწერში გუბას სანიკიძე რომელიც დაუდეს მე რომ ერთი რა ეს პოლიტიკა მილიონი მაშოვნინო. გაატეხილში რო იყო რომ ეს თურმე უსმენენ სახში და დაიწყო თავისმართლება. აი ესე ფიქრობს სულ ყველა. მაგრამ ამას ხო არ იტყვის ახლა და ამ უნდა თქვას საქართველოს ისტორია, მაგრები ვართ, ისა გადაყვება, მოყვება რა ფეოდა, წაკითხული წიგნების შინაარს გვიყვება. რა ეს მაგათგვინ ვისაც წაკითხვა უნდა წაიკითხავს ხო? მე შეგეტყვი ისეთ ანალიზი მოგწეს, მეტი რო არ შეიძლება. ტოლუ კაცის ანალიზი არ გაიშვა რა, ბლენი კაცის ანალიზი. დააჯდება და შელაპარაკობს და იქით უკან იატაქვეშეთში ოცნებობს მილიონზე. მილიონები ფული უნდა. ქართველია ტიპიური რა. გუბაზა და სამსახურის სასაცილოა პირდაპირ. რა მეცნიერი კიდე ეგ არის საქართველოში ეგ გაუცდებით, რომ ჩამოირიგეს ეგ ფილოლოგიის დოქტორი, ისტორიის დოქტორი. ვის რა ეშმაკათ უნდა პრობლემა არის ცხოვრება, როგორ ვიცხოვრო ხო? რანაირად შემიწყო ცხოვრება და ელემენტარულად საკვები და ის ქონდა. ანუ დოქტორობა ვის რა ეშმაკათ უნდა. მოპოვებული ძმაკაცობით, ჩაწყობით და სამეცნიერო წერაში ხო ძმაკაცობაა. საბჭოთა კავშირში ესე არ იყო ძალიან ძნელი იყო მოგეპოვებინა ხარისხი ან კანდიდატი ან დოქტორობა, იმიტომ რომ მოსკოვი ამტკიცებდა ამას. ეხლა ეგ სულ ყველაფერი ქართველებზეა დამოიწყო, კლასელებს მაკაცებ მეგობრებზე. მოგცემენ იმას ხარ უკვე დოქტორი ხარ ამაში, დოქტორი ხარ იმაში. ხო, პროფესორი ხარ 20 წლისა და არაფერი არ იქნება და ეხლა იყავით ახლა პროფესორი და იკითხეთ სხვისი რაღაცეები და ამაში პროფესორებას რა აზრი აქვს დღეს. აი ესეთ ამ გზით სიარულით საქართველოს ახლა როგორ შეინარჩუნებს იმას ეკონომიკა ნულია. ხო, ქვეყანა შენდება ეკონომიკით. სახელმწიფო დონეზე არის კოლაფსი მანდა. ამხელა საგარეო ვალები აქვს საქართველოს. ამას ვერასოდეს ვერ გადაიხდეს ქართველი თუ მოინდომა იმან მევალე, ვაფშე გეტყვის ისი ტერიტორია ჩემი აითესე აქედან რა. ფაქტურად აი ხო მთელი რიგი ადგილები, მაგალითად არის ქვეყნები, რომელსაც თავის ტერიტორიას თვითონ აკონტროლებს ყველანაირი გაგებით. არის ქვეყნები, რომელიც აშენებული არის არენდით მიწა და სხვა სუხთის რაღაცას. არის ესეთი ქვეყნები, მაგალითად კანადა, ავსტრალია, ზელანდია, ესეთი ქვეყნები არენდით არის ქვეყანა და ამ არენდით ქვეყანაზე აშენდა ქვეყანა. არენდატორი არის ბრიტანეთი. კანადა ეს რო არის ქვეყანა, ეს მიწა ბრიტანეთის არის. შტატებს თავისი აქვს. ეს გამოეყო იმას, ხო, გაიმარჯვა და დაანება. იმიტომ რომ ამ კონტინენტზე ბრიტანელები და ფრანგები ჯალიჩობდნენ, ხო, მაგათი იყო ეს ისა და ატყდა თელი ამბავი და ბრიტანეთმა დათმობაზე წავიდა ეს ტერიტორია გააქირავა და აქ ვისაც უნდა რაღაცა შექმნეს სახელმწიფო. და იმის გამო რომ გაქირავებულია ტერიტორია, ფული უნდა უხადო იმას და მისი წარმოადგენელი აქ გზის გუბერნატორი იცით თუ არა. ასეა ავსტრალიაში, ასეა ზელანდიაში. და ეს ჯოგმა არ იცის. რა დამოუკიდებლობა აქვს ან კანადაც, ან ავსტრალიას, ეგ ხო ტყუილი არის. რომელი დამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი. და რატომ მოყევეს საქართველოს ეგ ტერიტორია არენდით აქვს ქართველს და აშენეს დამოუკიდებლად. ვიცით ვინ არის არენდატორი? რუსეთი. ხო ეს ხო ძალიან უცნაურად აჟღერს იცი და აგაგიჟდებიან. ისევე როგორც აქ კანადელების 80% შეიძლება არც იცოდეს რომ ეს ქვეყანა არის არენდით აშენებული. შეიძლება იყოს სამუდამო არენდი, რაღაც გარკვეული 100 წელი, 200, 300, ან ვაფშე სულ არენდით. ფული მიხადეს უშენი იქნება. და არენდით რო არის, იცი რა არის ეს მოსახლეობას კისერზე აწვება. ტაქსაციებია მაღალი. თუმცა გადაანაწილო ეს. და
ფსევდო ვის არის შეთითხნილი ქვეყანა, ვითომ დამოუკიდებელი ვართ. როგორც მაგალითად საბჭოთა კავშირში შემავალი 16 რესპუბლიკა, ერთ-ერთი საქართველო იყო და მთელი ტერიტორია იყო რუსების. მაგრამ დაარქვეს საბჭოთა კავშირი და კონსტიტუცია ასეთი იყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. მოგცეს უფლება, რომ აი აქ მათი იდეოლოგიით აგეშენებია სახელმწიფო და ეროვნული ქართული ენით ყოფილიყო ქართველი ცეკას მდივანი, რომელსაც მეორე მდივანი ის აგენტი იყო. ეს ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ტერიტორია ჩვენი არ არის. ჩვენ ტერიტორია დავკარგეთ 200 წლის უკან. ეგ ტერიტორია ჩვენი არ არის, არა გჯერათ. მაგრამ არ გინდა ამის დამტკიცება, რატო ამას კი ყველანაირად უნდა გავახილოთ თვალები. ეგ ტერიტორია ჩვენ 200, აი 800 პირველ წელს დავკარგეთ. ტერიტორიას ვერ ვაკონტროლებთ ჩვენ. მაგ ტერიტორიაც რო დავკარგეთ და ხალხიც თვითმყოფადობა დაკარგა, ეს ცოტა არ იყო სასიამოვნო, ხო? მე-19 საუკუნე. და სულ მიდიოდა ბრძოლა და შექმნეს კარგი ილუზია. საბჭოთა კავშირმა ისეთი ილუზია შექმნა, შემოგვიყვანა მან და გაახარა ხალხი და მოგცა დროშა ვითომ საბჭოთა ერთიანი, აი როგორც ბრიტანეთს აქვს ესეთი ერთიანი დროშა, ზელანდია, კანადა, ავსტრალია. ეგ იყო საბჭოთა კავშირი. ამას 3-ია, ხო? ბრიტანეთს 3 აქვს, სხვები არ არის ხლა. კოლონიები მოხდა დეკოლონიზაცია, მაგრამ ფულებს უხდიან ისინი. იქ აფრიკიდან რო წავიდან და იმიდან იქ რო ხროვა მოვიდა, გონიათ ამათ ფულს არ უხდიან? ესე სად არის მე რო წავედი და დაგტოვე ეგრე სად არის? ასევე საქართველო რომ მიგვატოვა ვითომ კოლაფსის დროს რომ მიგვატოვა გონიათ რა ტერიტორია ჩაგვაბარა ჩვენ? ტერიტორიაზე ხელს არ იღებს აი რუსები. ძალითაც მოდიან და ეხლაც ოკუპირებული ვარ. ქართველი ვერ ხვდება რაშია საქმე. ამიტომ ვიც ხვდება მაგას აღიარებს როგორც კანადელები ხო არა ჟანდაბა არენდა და ავაშენებს სახელმწიფოს. დღეს ზუსტად მასია საქართველო არის ქვეყანა რომელიც მოგცა რუსებმა უფლება ტერიტორია ჩემია და აჩენე რაც გინდა. ამისთვის მიხატე რაღაცეები. რა არ უხდიან გონიათ? ამას გვეტყვიან. და მთელი რიგი რაღაცეები არ არის და გამწვევა არ არის სწორი, როცა შენი ტერიტორია შენი არ არის. რატო არ არის შენი? იცი ვერ აკონტროლებ სამხედრო იმით მაგას. ომი რო წამოიწყოს, ვერაფერს ვერ გააწყობ. ამიტომ ფარხვალი გაქვს დაყრილი. შენი არ არის ეგ ტერიტორია. უნდა გააკონტროლო მაშინ მთელი სამხედრო იმით. ამერიკის ტერიტორიას ვერამ ვერ შეეცილება, ხო? დაიცავს. და კანადას არ ჭირდება, იმიტომ ბრიტანეთის არის ეგა და არც არავინ იმთავითვე იციან და არავინ არ შემოვა. ეგრევე ბრიტანეთი წამოვა. ეგრევე წამოვა. აბა ვინმე თვით შტატებმაც რო დაიწყოს აქსულა ბრიტანეთი წამოვა მთელი სამხედრო იმეებით. როგორც მოხდა ფოლკლენდის კუნძულებზე, ხო ეგონათ არგენტინელებს რო დაიკავეს, დაიძრა ბრიტანეთი, გადაუტირა. გახსოვთ ხო მაშინ? არდილესის ძმაც დაიღუპა და ეს არგენტინის ნაკრები რო თამაშობდა და ეგ როგორ დამთავრდა ხო დაახურა თავზე არგენტინას ყველაფერი ბრიტანეთმა და ისევ დაიბრუნა თავისი კუნძულები. ტერიტორიით ის მართალი იმ ტერიტორიით ის არგენტინის არის. მაგრამ ვერ აკონტროლებდა ვინც აკონტროლებს ტერიტორია იმისია. სად ბრიტანეთი და სად ფოლკლენდის კუნძულები არ გადამრიოთ რა. გადახედეთ რუკაზე. არ შეარჩინა არანაირად. ასევე რუსები, კურილის კუნძულები. კურილის კუნძულები იყო იაპონიის. მაგრამ გადანაწილება რო დაიწყო და აქ ძალა და თელი ამბავი ვერ აკონტროლებს იაპონია და ეღრიჭინება მომეცი ფულს მოგცემ უამრავი არა ეუბნება არა. არა რა ეს ტერიტორია უკვე ჩემია. და აი საქართველოს ტერიტორია ახლა რაც აგვაქვს ჩვენ, ეს ჩვენი არ არის. არენდით არის რუსებმა მოგცეს აღარ დაიპყრეს რა. რომ მოდიოდნენ დასაპყრობად 2008-ში მთლიანად უკვე გააჩერეს ფრანგ რა თქინდა ისე სხვანაირად შეიძლება შენი იყოს. და აი ესეთი იმაში დაიჯერა პუტინმა. მართლაც ესე იყო. კი, მიხვდა რა, უხეშად ესე არ გამოვა. მოდი შენი ტერიტორია იყოს და ხალხს ათამაშე, მან რა დამოუკიდებლობა, რა პრობლემაა. ეს დაიჯერა, მაგრამ ეს უფრო მისაღებია და ჩვენ თამაშობთ დამოუკიდებლობას და ქვეყანა სხვისია. ირგვლივ რუსების ჯარი არ ირგვლივ თელ კავკასიაში. აი რა უნდა გააკეთონ მან? იჯი ჭყინე რამდენი ძგინე. უძახე ხლა ევროპას დამეხმარე. რა ევროპა დებილია მაგდენი არის ის? რომ ეგ ტერიტორია რუსების არის? მაგდენ თუ არის რა ევროპელი არის და რა ბრიტანეთი თვითონ არის ის რომ კანადა ვისია. გააქირავებული აქვს და აშენეთ სახელმწიფო ქონდეთ არ ჩავერევი, მაგრამ ფული მიხატეთ რა. არენდი შენ რო გააქირავებ რამეს თუნდა 10-20 წლით. შევლენ და იცხოვრებენ იქა, შენ ფული გიხატონ. რა პრობლემაა? და ბოლოს თუ რამე იქნება ჩაიგოს ტერიტორია მან ჩემია. და ტერიტორიებს როცა ახლა ბრიტანელები ხო ვერ მოედებოდნენ, ყველაზე კარგი არის გააქირავო. დაიპყრო ტერიტორია და მე გააქირავო და იქ შეიქმნა სახელმწიფოები და აი იმ სახელმწიფოს თუ ამბიცია ექნება უკვე რომ გამოვიდეს დამოუკიდებლობიდან, ამას არ დაუშვებს ბრიტანეთი. ამერიკამ გააკეთა ეგა. გამოეყო რა დედოფალი და მთელი. ეს მარტო შტატებმა გააკეთა. თორე ეს ბრიტანეთის იყო შტატებიც. ეგრევე ატაშოლი მიცა ბრიტანეთს და
მერე უკვე მეგობრობა და ის წავიდა ახლა ხო იცი გვერდზე დგანან, იმიტომ რომ ეს სუფთად ამერიკული სახელმწიფო ამერიკელების არის. ეს ქირას არავის არ უხდის ამ ტერიტორიაზე. და საქართველოს ქირას უხდის კაცო რუსებს. ეკონომიკა შემოუშვა, ყველაფერი მან შემოუშვა და კომუნისტების დროსაც ყველაფერი მიდიოდა საქართველოსდან მოწეული ყველაფერი მიდიოდა კრემლში. ედიკა მაგას აკეთებდა. კონიაკიდან დაწყებული ყველაფერს. ეს ქირა არ არის, ეს არის დამოუკიდებლობა და ეს არის ჩვენი ტერიტორია. ხო, ამას ხო მაგრად უნდა ხედვა. ეს არის სწორედ, ხედვა ემპირიული ხედვა კი არ არის სწორი ხედვა. რომ განჭურიტავ რა, ეგ გვაყლია ჩვენ ფილოსოფოსები, ეგ ავთქვი, აბსტრაქტული იდეის მატარებლები, დებილებს, დროშა დაიჭირა, გონია დამოუკიდებელი და ვერ ხვდებიან, მე რატო არ უშვებენ? არ არის ეგ შენი ტერიტორია, არა. და ამიტომ ახლა ხوارე ჭიჭყინება კანადა ბრიტანეთს. ამებმა იციან, რომ ეს ტერიტორია იმისია და გაძლევ უფლებას ააშენე შენ ქვეყანა და არ დამიპირისპირდე მე. მაგრამ ტერიტორიაზე თუ ვინმე შემოიყვან, ეს უკვე ტერიტორიაზე უფლება სხვა. ამას კი არ დაუშვებდა რუსები. აი რატომ არ უნდა ნატოს ჯარების განლაგება მათ? ჩემი ტერიტორია ეგა და შენ რა საქართველო, რის საქართველო? ნუ თუ ეს ასეთი ძნელი გასაგებია. თორე ჩვენი დამოუკიდებელი ტერიტორია რო იყოს, რუს რა ეკითხება, ვინ შემოვა, მან ნატო შემოვა თუ კატო? აი რატო წაუყენებს, რომ არ შემოიყვანო, თორე დაგცხებ. ტერიტორია მისია. იმიტომ რომ 200 წლის უკან დავკარგეთ და ვერ გამოვედით რა. იმიტომ რომ სამხედრო ძალა არ აქვს, არაფერი შევეტენეთ ჩვენ. ესეც ობიექტური მიზეზებით იყო. არ გამოდიოდა, არ შევეტენობდით თურქები გადაგვივლიდნენ. გამოვალ მდგომარეობა იყო. შინაური აშლილობები, ერთმანეთის დაჭმა, სამეფოების დაყოფა, გაინაწილეს თურქებმა, ირანელებმა, მოკლედ მართლაც არ შეიძლებოდა რა. ობიექტური მიზეზების გამო იყო, რომ რუსებთან გაიჭრა გზა. აბა არც ფრანგებმა დაგვეხმარა, არავინ გამოაძუნძულეს სულხან-საბა. არ უნდა რუსებთან და თურქებთან ახლა გადაკიდება არავის არ უნდა. ველურ ტომებთან. იმიტომ რომ აქ ახლო ტერიტორია თურქების არის, სად საფრანგეთი და სად საქართველო. გვერდზე თურქები არის. ამიტომ ეტყვი შენ რაზე მოდიხარ აქად? მაშინ ბრძოლა უნდა გაიმართოს. ბრძოლა დაამარცხებდა ფრანგები თურქებს, საქართველოს იმის იურისდიქციაში შევიდოდა და ჩვენც რა თქმა უნდა, ვინც ძლიერი ტიპია და შეგნებული, ჯობია ისევ არენდით ფრანგებს ქონოდათ ეგ ტერიტორია და ბრიტანელებს, ვიდრე რუსებს აქვთ. გაცილებით ჯობია. და აგვაშენებინებენ სახელმწიფოს არ ჩაერევა რა. პროსტო ტერიტორია სხვა მარწა იყოს. აი ამიტომ აი გელაპარაკებით ხვალ რო კანადას, ამერიკაში სამხედროდ დაიწყოს აქ დივერსიები, ბრიტანეთი ეგრევე წამოვა. მაგით მიხვდებით რომ ეს ამისია. და როდესაც მაგალითად რუსები დაიძრენ და მოვიდნენ სამაშაბლოსთან, ამერიკელებმა ხმა ამოიღეს. არა, იმიტომ რომ შენი ტერიტორიაა რა. აბა ყოფილიყოთ ჩვენი. ეგრევე ჩაებმებოდა ამერიკაც ყველა დასახმარებლად. რომ რატო იპყრობ ქვეყანას? არა გაკუფლება. იცის ევროპა, ამერიკამ რომ ეგ ტერიტორია არის რუსების. უკრაინა რუსების. იცის ეგა. ამიტომ თხილობენ და სხვანაირი იმით მიდიან. რამენერად შეაგდონ ისა. ეგრევე ვერ გადახვალ რა შტიკებზე შეამოწმეს. არ გამოვა რა. და ჩვენ კიდევ გვათამაშებენ გონი ეს ტერიტორია ჩვენია. რანაირად არის ჩვენ ნელა დააპატარებს წავიდნენ ზოგმა კომუნისტების დროს მოკპარა ეგ ადგილები და ასეთი კაი ადგილები მეიწყაპუნეს მიწების სიმცირე ქონდა და თათრებს მივეცით კიდე მიწები. და რაც აგვაქვს ესეც ნახე რა არის ხო? ასე რომ ყველა ჩალიჩობს რა გააფართოოს თავის ტერიტორიები და ვერც გაამტყუნებ იცი ძალა აქვს და ახლა რა ვქრათ ახლა შენ არ შეგიძლია არაფერი არც ტვინი გაქვს და არც ძალა და ტვინით მაინც იტვინე რომ რაღაცნაირად შეაგუო ქართველს რომ გაეცნობიერებინა რომ ეგ რუსების ტერიტორია 200 წელი ჩვენ უკეთესად ვიქნებოდით. ინტელექტუალურად შევიდოდით და ინტელექტუალურად ვაჯობებდით. ნელა ამას ძალით ვერ აჯობებ. ჩვენ კიდე ომი წამოუწყეთ სააკაშვილი მხედრიონით. შესაბამისად სააკაშვილმა არც იცის ისე გაუკეთა რუსებს საქმე. და აი უხეში ფორმით შემოვიდნენ და აჩვენეს რომ ეს ტერიტორია ჩვენია. და უბრალოდ მოდიოდნენ რა თბილისამდე. ევროპამ უთხრა ესეთი ექსპანსია უკვე ეს ფალში გარედან ცუდათა ჩანს. მოდი ისე გააკეთე რომ ტერიტორია შენია და ათამაშე ქართველები. თავისუფლად ფრანგები არიციან როგორ რუსებთან რა კარგად არიან. საფრანგეთის დიპლომატია და საერთოდ რუსებთან გადამული იყვნენ ეგა გერმანელები ამათან არასოდეს კონფლიქტში არ შევლენ. და არასოდეს არ ქონია ამათ კონფლიქტი ფრანგებთან თუ არის სულ ბოლო 50 და 60 წელი ამერიკელებთან აქვს საბჭოთა კავშირს სულ ამერიკული უჭირავთ. და გერმანია და საფრანგეთი და ესენი ამათი ესენი არიან რა საქმეზე მოკავშირეები ესე არ არის. მით უმეტეს ფრანგები, კომუნისტები და ათეისტები, ხო? ასე რომ ეგ ტერიტორია, რომელიც ახლა 58000 კვადრატული კილომეტრია, ეგ იმათია რუსების არის. და შესაბამისად მოყავთ ხალხი იქიდან, რომ მათი ინტერესები განახორციელონ და რა არის მათი ინტერესები?
ცოტა ხნით სიწყნარე იყოს, არ იჭიჭყინოთ და მაგ ტერიტორია სხვა არ შემოვიდეს. მართლაც არის ტიპი, ვერც ნატო შემოვიდა, ვერც კატო, ვერამე შემოვიდა მათ. მიხვდნენ. იმიტომ რომ ეგრევე აგრესიით დაუპირისპირდები ხარ ტერიტორიას მართმევ, ეგრე სად არის? იციან რომ მე წამართმევ, ეს ქართველები მაინც ახლა ჩემი არენდატორი რუსი რო არის, ახლა არენდაში ახლა ამერიკელები დაისვენდა კიდე რუსებს იქა. ქართველი მაინც ვერ დაიცავს მაგ ტერიტორიას. ვერ დაიცავს 10,000 კაცი ყავს რაღაცა დასავლეთის იარაღებითა და იმები და ვითომ სამხედრო ხა წავიდა ის დრო ახლა ხმალი და ჭენაობა და ცხენები და ჭიხვი-ჭიხვინი. ეგ დრო ეგეთი ომი აღარ არის. ამიტომ ინტელექტუალური ისმიდის ახლა და რა ვიცი თუ ვინმეს ეს გონია ახლა მე გაბრაზებული ლაპარაკობ. პირდაპირ გაგებით ამას ვერამ ვერ შემასრულებ. ეგ ტერიტორია არის რუსეთის, საბჭოთა კავშირი იმპერიიდან საბჭოთა კავშირში შევიდა. მე იქ გვათამაშეს საბჭოთა საქართველოს რესპუბლიკა და ამას კი ნაღამ გადავყევით ჩვენ. აი ეს რო ჩვენ ქონოდა, იმ თავითო ჩვენ ინტელექტუალებს რო ცოდნათ ეს ტერიტორია არენდით იმას ამდენ ქართველებს კი არ შევახოცავდით მაგას. დაღაბულდე მივხვდი და დაელოდე რა დროს ააშენე რა ქვეყანა ამის უფლებას მოგცემენ. მაგრამ ეხლა ნატო მინდა და ამერიკა მინდა და ევროპა მინდა და არ გაგიშვებენ გამორიცხულია. იმიტომ რომ მაგათ ხალხი ყავთ რუსებს მანდ ჩასმული რელიგიის სახით, იქ მე მილიარდელების სახით. ესენი არ გაგიშვებენ. ერთიანად ერთი სულისკვეთება არ აქვს მოსახლეობას 100%-ით ვერ გაერთიანდნენ. და არის დაქუცმაცებულობა და ყველაფერი რო პრორუსული არ ეჭუგეპარებათ. აი ამ განწყობით რუსებმა ცოტა მოატყუა დასავლეთი ისენი დამხმარეთ დასავლეთი ყავს ფინანსური თვალსაზრისით რომ თლათ რუსებს არ დააწყვეს ეგ მოსახლეობა გაღატაკებული არის თორე ისე ყველაფერი რუსების არის მანდ ყველაფერი აბსოლუტურად სამხედროს ვისი დგას მანდ ღობები ხომოდის ეს უხეშად რო გადმოდიან აი შეეგნოთ ჩვენებს კარგი იქნებოდა ეგ საკითხი დამთავრებულია 200 წლის უკან როზე იმობენ დამოუკიდებლობას არის სასაცილო დამოუკიდებელი არა ისავართ კიდე შეგიძლია ტერიტორიაზე დაცვა აი შემოვიდა ვერაფრით ვერ გააფართოვე ვერ შემოიყვანა იურისდიქციაში სამაჩაბლო და აფხაზეთი და იმდენი გააკეთეს რუსები შემოვიდნენ და საქართველოს ტერიტორიის ნაწილი იურიდიულად მიისაკუთრეს ეს არის იმის განაცხადი რომ მთელი ტერიტორია მაგისია და მე ვიცი დიდი ხანი 200 წელია მაგ ტერიტორია რუსების არის მად დაგვესხმება თურქები დედას უტირებენ რუსები დაგვესხმება ირანი არ დათმობს არანაირად აბა გაბედოს თურქებმა და შემოვიდეს დასაპყრობად ტერიტორიას ლაპარაკობ ხალხი შემოიყვანოს იცხოვროს რა პრობლემა ქირას მე გადამიხდი ტერიტორიას მან ვერც თურქები დაიპყრობს ვერც ირანელები წაართვა ის გარკვეული ტერიტორია და რუსეთის იმპერიამ შეიერთა აჭარის ტერიტორია 3000 კვადრატული კილომეტრი ეგეც ბრიტანეთი დაეხმარა თურქეთს თორე სტამბულამდე ჩავიდნენ ესენი დებილები უნდა ჩასულიყვნენ ბოლომდე და შეწყდა ალბათ დაიღალენ ამ ომითა და იმეებით ამდენი იყო ხო რუსეთ-თურქეთის ომი და ყველა რუსეთ-თურქეთის ომი რუსებმა მოიგეს მაგრამ არ დათმეს ტერიტორიები ბრიტანელებმა და აი რაღაცა გარკვეული ნაწილი წამოიღეს და რუსული იმპერია შეუერთეს ეგ 300 წლით მიტოვებული რო იყო აჭარა და გამუსულმანელებული ქართველები შემოგტანეს აქა და საბჭოთა კავშირში აკონტროლებდნენ და აბა ვინმეს მეჩეთები აეშენებინა მატა როგორც კი საბჭოთა იმიდან იდეოლოგიდან გავედი ტერიტორია ისევ რუსებისა და მეჩეთებიც დაიდგა ესეც არაა პრობლემა რუსებისათვის თურქმა ტერიტორია არ წაიღოს არ გააფართოოს და ბედავს გადმოდის რუსეთთვის სულ ერთია მაგ ტერიტორიაზე ქართველი ცხოვრობს აზერბაიჯანელი ირანელი თურა ყველა მიცის რომ ეს ტერიტორია რუსების არის და ხალხი თუ გინდა შემოიყვანე ვინც გინდა აი ეს ჩვენ რო არ ვიცით რომ არენდა ამასაც დავკარგავთ და მაგ ტერიტორიას არენდით სხვა ჩაიბარებს და ჩვენ კიდე მიწისაგან პირისაგან ავილაგმებით იმიტომ რომ ეგ ტერიტორია ქართველების არ არის ვიძახოთ ახლა ხმლები და არ არის ეგ ჩვენი ტერიტორია არა ამას რო გააცნობიერებს ადამიანი ჩხუბი კონფლიქტი რუსებთან აღარ იქნება მოგცემს უფლებას იცხოვრო მან და მინიმალური გადასახადებით რაღაცით უნდა გაეგრია და რომის იმპერიაში როდესაც შევიდა საბერძნეთი როგორც შევიდა დაიპყრო მთელი რიგი ქვეყნები და ისრაელიც ისინი გადასახადს უხდოდნენ რომს იცით იმიტომ რომ არენდით აგებ შენ გაძლევ უფლებას შენი რელიგია გქონდეს შენი ის გქონდეს ისინი აყირავდნენ დამოუკიდე გადაუარა რომმა რა 70 წელს გადაუარა მანამდე არა მანამდე თავის წარმოადგენელი ყავდა დამოუკიდებლები არიან მაგრამ ჩემია ტერიტორია და გაძლევ უფლებას ამ ტერიტორიაზე შენი კულტურა ააშენო შენ და გადასახადი შემომიტანო ესეთი ფორმები აბა ახლა მართლა მონათ ხო არ აქცევენ ხო იყო ასეთი დამოუკიდებელი ვითომ იმის ქვეშ ესე ვიყავით ჩვენ საბჭოთა კავშირში ყველა რესპუბლიკა იქ იყო და ვითომ რაღაცა დამოუკიდებლობა ჰქონდა მაგრამ ვინ განაგებდა ამას ტერიტორია ვისი იყო ვისი ცავდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა ტერიტორიას აქ ქართველებმაც დიდი წვლილი გაიღეს და უამრავი ხალხი დაიხოცა საბჭოთა
ტერიტორიის შესანარჩუნებლად. ვერც ერთი ნაწილი ვერ წაიღო გერმანიამ. პირიქით, გავა ფართოდ და ბალტიისპირეთის ტერიტორია შემოიერთეს, რომელიც დათმეს მთელი რიგი რაღაცებით აიხლა 91-12 წლებში მიცეს. ხო, იმიტომ რომ ეს დაპყრობილი იყო ნამდვილად ომის შედეგად. ხელახლა მოხდა გადანაწილება და მარტო ეგ ნაწილი დათმო რუსებმა. დანარჩენი არა და ეგეც ვერ მოუნელებია. ამასაც ელოდება რა. და იქ შეუძლია ნატოს ჯარები განათავსოს. ხო განათავსა. იმიტომ რომ ის უკვე აღარ არის რუსეთის ტერიტორია. რუსები ყავთ, წარმომადგენლები, ბევრი ცხოვრობს რუსი. და თუ იდეოლოგიურად გააძლიერა მაგის გამრავლება, მე არჩევნები დემოკრატიული არჩევნებით რუსი მოვა და თავის ინტერესებით გამოაცხადებს რუსებთან გვინდა და მატაშვილს გააკეთებს თუ თავდასხმაზე არ დაიწყეს ევროპელებმა. ამას რუსებიც დაუდგება და დაეხმარება. აქ მთელი რიგი რაღაცებია რა, როგორ ხდება ტერიტორიების მიტაცება. უხეში ფორმებით აღარ ხდება, ადრე რო იყო. აბა დაფშტვენა და ცხენებით შევარდათ. ეხლა არის ტექნიკურად, ინტელექტით ომი, ომი არის ეკონომიკური ომი, არის ღირებულებების ომი. და ახლა დასავლეთის ღირებულებების ომი რომ მიდის საქართველოში გაჯობებს შენ ვერ დაუვია ჩონგურით დაუპირისპირდებ ეხლა მაგას ახალგაზრდებს ჩონგური გინდა ეხლა დააჭერინო ხელში და ფანდური აი შემოდის მაგათი კულტურა ხელოვნება იქნება ესთეტიკა და ახალგაზრდები მიყვებიან მაგას აი დასავლეთმა ასეთი ომი წამოუწყო რუსეთს რომ იქნებ ამ ღირებულებები დავიპყროთ ეგა და ტერიტორიას ვერ დაიპყრობენ და ღირებულებები თუ გაბატონდება უკვე ნაწილობრივ შენ უკვე შენი ისა გაქვს სიტყვა იქა აი ამას ჩალიჩობენ ფიზიკურად ვერაფერი ვერ დააკლეს რა რუსებს რა ატომია ყველაფერია კბილებამდე შეიარაღებულია ომს ამოიწყებ ამ ხელა ტერიტორიაზე წააგებ რა ომს რა მეომარია რა რუსი არის მეომარი მეტი არაფერი შეუძლია მას და ევროპელები ახლა გაზულუქებულები არიან ომი რის ომი ხალხს აღარ უნდა რა ეგად ამიტომ მათ ინტელექტუალური ომი წამოიწყეს და ჩაითრიეს რუსები შეუყარეს მთელი რიგი რაღაცები იქით ქარხნები გადაიტანეს რუსები გამოყარეს იქიდან იქ ბიბილნები რა ნახეთ აი ამას აკეთებენ ნელ-ნელა რა არის ჩანაფიქრი დასავლეთის იმ სიმდიდრეების ხელში ჩაგდება რუსეთი როფლობს და ძალით ამას ვერ ჩაიგდებ რომ მოდი შევაპაროთ თავი ვითომ მეგობრული დიპლომატიური ურთიერთობა გავხსნათ კარები მოდი ჩემთან მოვალ შენთან გადმოიტანეს ქარხნები ხალხი მოიწამლება კულტურით ნელ-ნელა წავა ხალხში მომზადება დასავლური იმეების ღირებულებებზე მოვა კაცი რომელიც დასავლეთის ღირებულებებისკენ გაიწევა და ასეთი სათავეში მოვა ტიპი და მე ის უკვე შემოუშვებს ხომ თქვა რაღაცა არენდით რაღაცას ერთს მეორეს მესამეს და შენ შემოვლენ ეხლაც ბიზნესი ეგ არ არის შემოვიდნენ და რაღაცებს აკეთებენ ხო ასე ქართველები რო რქებით აწვევ ეხლა ვინმე ნეტა ვის რას დააკლებს ესა ამ ეტაპზედაც თუ რუსებმა ხელი აიღეს ამ ტერიტორიაზე ეგრევე თურქებისა და ირანის არის ორივე გაინაწილებს არ დათმობენ ამიტომ რუსების შიშით თურქები ხმას არიღებენ ტერიტორიაზე კი აქ სახელმწიფოებში ეს ჩვენი ტერიტორია იყო აბა გაბედოს და შემოვიდეს რუსული ცოცავი ანექსია თურქებს აქვს ჩვენთან მათ აქვს რელიგიური ანექსია მეჩეთი და ამბავი და ეს ხლა რუსებს სულ არ ანახლებს ეკან რელიგია და სისულელეები ტერიტორია არ წამართვა ტერიტორიაც კიდე არაფრით არ დათმობს რუსები კავკასი ლაპარაკი არის მთელი კავკასიის ტერიტორია არათუ მარტო ჩვენი და არა ყავთ კავკასიაში მაგათაც შტაბ-ბინა რა აქვს შევიდა ნატოს ჯარები კავკასიაში შევიდა უკრაინაში ნატოს ჯარები ვერსად ვერ შევიდა მარტო ბალტიისპირეთი რაღაც და ის აღმოსავლეთი ევროპა რომელიც გავიდნენ და აქით რომ მოიწევს კაცრად თქვა რუსებმა არ დავინახო თორე გაასწორებს საქართველოს ქართველებს მიწასთან რა და მე მიდი ვიომოთ მე ვიძახოთ ნატო და კატო ქართველი ხო დებილია პოლიტიკაშიც რა ხო რა თქმა უნდა რასაც მე ვიძახი ცოტა დაუჯერებელი არის ემპირიკოსებისთვის აი ემპირიკოსი არის ადამიანი რომელიც თვალით ყურით და რაღაცა ემოციებით მსჯელობს და არა რაღაცა იდეებით და რაღაც მთელი აზროვნება რო ვერ წდება ჩვენთან ხო მაინც ემოციური ძირითადად მასა ჩვენი ემოციური მასაა ყველა სფეროში ემოციას ამჟღავნებს წინა პლანზე ემოცია და ამიტომ არის ეს ჩვენი კრახიც არმაპირობებელი ამისით სია ყველაფერს ჭიჭყინო ყველაფერს რაც მოგვადგება ენაზე ვლაპარაკობთ არ ფიქრობთ მე ნანობთ მე იმაშვებით არა გვაქვს მოთმინების გააზრების პოლიტიკური დიპლომატიური სკოლა არასოდეს არ ყოფილა ჩვენთან და ახალ ეპოქას ვერ მოვერგეთ და სულ წარსულით ცხოვრობთ აი ჩვენი мама პაპანი და რა мама პაპა გვიშველის ახლა დავით აღმაშენებელი გვიშველის დღეს რაც ხდება არაფერს არ გვადგება ჩვენი წარსული ისტორიის თუნდაც გმირები არაფრად გმირები ჩვენ არ გვყავდა ჩაგვაბარეს რუსეთს და არც ჩვენი აი ეს რელიგია ეს მამაძაღლული რელიგია რომელიც ქართველმა ეს ჭირი ვერ მოიშორა რა რომ არაფერი არ ესაქმება ამ რელიგიას ქრისტესთან პიროვნება ქრისტესთან არაფერი ქრისტიანული არ არის საქართველოში გარდა სახელების აი ცერემონიალებისა ქრისტიანული ცერემონიალებია მაღალ დონეზე აგერ 1600 წელი
მამაპაპური წარმოდგენებით დაჟღენთილი და ძველი წარმართული რელიგიით კუთხური ყველგან აზელილი არის. აი ეს არის თელი ის და მივდივართ აი ესე განადგურებისაკენ. თან თანამედროვე ეპოქაში ვერ ჩავეწერეთ, იმიტომ რომ სულ სხვა ბრძოლები მიდის ახლა ეკონომიკური და ასე შემდეგ. სულ სხვა ბრძოლები მიდის. არ გინდა აქ შენ აჯობო, ინტელექტუალური ომი მიდის, ეკონომიკური ომი მიდის, ფინანსური ომი მიდის. რა გინდა გაიმარჯო, როგორ გინდა გაიმარჯო. მოგვახვიეს თავზე ყველაფერი რა. არაფერი ჩვენი არ არის, ეს საბანკო ცხოვრების წესი ჩვენი არ არის. ეს ზოგად ევროპულ ამერიკული შემოვიდა მადა და აი იმავე წუთში მაკაკები, ქართველი მაკაკები კარგები ვართ, ავიტყიპეთ ესა და ვინც მოერგო, ვინც არა და გადაიყარა. ეს ხლანაერთა ხა ჩვენი თვითყოფადობა, ჩვენი თავიდან ენაც დაბინძურდა. თანდათან ბინძურდება ქართული ენა და გვიტებს აი ოკუპაცია ხდება, ლინგვისტური ოკუპაციაც არის. და გვიპყრობს რა, სხვა ქვეყნის ჩვენ ქართულ ენაში უხვად და ჭარბად შემოდის უცხოური ენები და ძალიან გაიზარდა უცხოური სიტყვები ქართულში. რომელიც ვერ გაიგებ ქართველი როგორ ლაპარაკობს. ხმარობს ქართულ ასოებით უამრავ უცხო სიტყვებს და გავგებარიეს რა ქართველისთვის. ენასაც ვკარგავთ. აი გინდა არ გინდა სარგებლობთ აი კლასტერი და აი რა საჭირო ეგენ აი ისე შემოგეპარება როგორც არაფერი. დაუფიქრებათ ხმარობს ყველას და ქართული ასოები გვაქვს და უცხოური სიტყვები. ასე რომ ყველანაირი ომი მიდის და ჩვენ ენით ვერამ ვერ დავიბყარით. არც ერთ ენაში ჩვენ სიტყვებს არ ხმარობენ. ინგლისურში არ ხმარობენ, რუსებში არ ხმარობენ, არავინ არ ხმარობს რა. არავინ. რუსი ხმარობს ერთ ქართულ სიტყვას მაინც. ერთს მაინც ყოველდღიურობაში. პირიქით, ისინიც განიცდიან ენობრივ ოკუპაციას ლინგვისტურს და ესენი ეჭიდავებიან თავისი ენა, რომ არ დაჩაგროს. ხო შემორა მაქსიმალურად ცდილობენ უცხო ენას ადეკვატური რუსული ენა მოუძებნონ და არ გააბატონონ ინგლისური სიტყვები იქნება თუ ფრანგული და რაღაცა. ესეთი ომიც მიდის. ყველანაირი ფორმით მიდის. და როგორ გინდა აჯობო ამას ფიზიკურად ვერავის ვერ აჯობებ. რა უნდა გააკეთო? გეუბნებით თურქეთმა რომ გადმოაფსას, მათ ყველა ფშელში დავიხშობით. 80 მილიონია. და როგორ უნდა გაუძლო ან ომით თურქეთს, ან ირანს. მაგას ზღაპარია, არც უნდა იფიქროს ადამიანმა. უცნაურია იცი რუსეთს რომ ომი წამოუწყეს და ვითომ საამაჩაბლო. ამ დროს რუსეთთან იყო ომი, იმიტომ რომ ტერიტორია რუსების არის და რა თქმა უნდა არ დაგაპყრობინებს არც ოსებს, არც ეს ჩემია, მე ვარ უფროსი ძმა. და აი ეს დავკარგეთ ჩვენ. აი ვიც დიპლომატი აი ეს უნდა გამოეცნოთ, რომ კოლაფსის შემდეგ რა ხდება და ნაკლები ზარალით ვიქნებოდით და რაღაცას ავაშენებდით და დაგვთავდა ნებას და დაეკითხე და არ არის პრობლემა და ახლა. კრიჭაში ჩადგომა, ნატოს ძახილი, ნატო შემოდი, ევროპა რუსებოშენი დედავატირე. 30 წელი მაგას ვიძახი და დაგვემხო ყველაფერი თავზე. ვერც რუსების დედა ვატირეთ და ვერც ვერავის და ვატირეთ კი საკუთარი დედა. საკუთარი დედები მართლა ატირდა ძალე პირდაპირ გაგებით. რამდენი ახალგაზრდები დაკარგეს დედებმა ამ უაზრო 30 წლიან სისულელეში. ახლა ჩვენ არ შეგხვები ეგ არ ნიშნავს. ძალიან ბევრი ოჯახი გაუბედურდა. დედმის ოჯახი არ არის, რომ შვილი არ ყოლდეს დაკარგული. აი ამ არეულობის დროს, ზოგი ომში, ზოგი ისე, ზოგი ასე და დეფიციტია ხო უკვე რა. გენოფონდის სიმცირეს განვიცდით ჩვენ. მოვა თაობა, რომელიც შეიგანებს, რომ ეს ტერიტორია ჩვენი არ არის ჩვენი ტერიტორია არა. ამიტომ ვინც არის მათ, ვინც აკონტროლებს იმასთან, უნდა ვიყოთ არა კონფლიქტურ სიტუაციაში, არამედ რაღაც დიპლომატიურად და მოგცესნება და დამთავრდა რა ავაშენოთ ჩვენი ის და პირიქით დავიხმარიოთ და ცოტა რაღაცა გაჭირვების დროს დაგვეხმაროს. აქ ტერიტორია რას ლაპარაკობთ ხალხო? გაბედოს თურქეთმა შემოვიდეს, გან არ უნდა? აბა გაბედოს. ქართველი კი არა, რუსი გაემას იზამს. და ქართველი რა თქმა უნდა აყვება მე რა მთელი ამით. ასევე როგორც ერთიან ძმურ საბჭოთა ოჯახს ქართველებიც იცავდნენ უზბეკებიც და ომში ხო გახსოვთ და ყაზახებიც, სომხებიც და თათრებიც. იმიტომ რომ ერთიანი ოჯახი იყო და უტევდნენ მთელი საბჭოთა კავშირის გერმანელები და მან ახლა რას ლაპარაკობ? იცი ერთი ეს რუსებმა თქვა ეს ჩემი ტერიტორია. ჩვენ საქართველოს მთლიანად გერმანელებს შევეტენებოდით. მაგის შიშით იყო რომ მთელი რიგი რაღაცა სტალინმა უამრავი ისენი მიიღო ღონისძიებები და ჩეჩენები მოტეხა მანდედან ყაზახისტანში და მანდედანაც თურქი მესხები მოტეხა მანდედან გადაყარა რა. იმიტომ რომ ესენი შეეკრებოდნენ იმათ და ტერიტორია არის რუსების და შენ თუ გინდა სადაც გინდა გიცხოვრე. აი კიდე როგორ დავიბრუნოთ, ეგ არის ზღაპარი მაგის დაბრუნება. მაგას ღმერთის გარდა არავინ არ აკეთებს ჩემოგარგება. ტერიტორია თუ გაქვს, უნდა მიხედო მაგ ტერიტორიას და რა მივხედეთ ახლა იყო დავკარგეთ, ვიჭიჭყინეთ აფხაზეთში მშვენიერი ადგილი დავკარეთ, კაი მიწით, კაი სუტროპიკული არის, კარი მანდარინები, პორტოხლები, რაღაცა, აი ის არის რა. წაიღეს. დაიფართოვეს სამხრეთით ტერიტორია იურიდიულად. ახლა ნომინალურად თვითონ რუკაზე ქართველი ქვერშევა.
და ასევე პრეტენზია ქონდა თბილისისკენ მოდიოდა გააჩერეს უბრალოდ თუ რა დროის ამბავია. უთხრეს სხვანაირად გადადის, სხვანაირად რა საჭირო ესე უხეში ფორმით დაიპყრო. მიიღეს ყურად იღეს რუსებმა. ჩასვეს აგენტურა მანდა რა. ყველაზე ძლიერი აგენტურა ეს რელიგია არის ამაგათ. ყველაზე ძლიერი აგენტურა არის. იმიტომ რომ ეს რელიგია ანტი-ევროპულ, ანტი-ამერიკული არის. ეს არა წობს რუსებს და იქ ცოტა ანტირუსული თუ გინდა იყავი ჯანდაბას. თავარია პრო-ევროპული და ამერიკული არისო. აი ეს საპატრიარქო არის სუფთად ანტი-ამერიკული და ანტი-ევროპული. აი რა აგენტია ეგა. თორჩა. და სიგიტრიალი თუნდაც ნეიტრალური. სასაცილოა ნეიტრალიტეტს რო აცხადებს. ქართველი რამხელაზე ახარებს რუსებს. რა ნეიტრალიტეტია, რის ნეიტრალიტეტია ახლა გამოდიან პოლიტიკოსები და არც ნატო არც ისა ნეიტრალური. რო შვეიცარია. თქვა არა შარვა ჩახტილი ხალხის ნეიტრალობა არ გაიშვა კიდე რა. ახლა მწარე არის ხო რასაც ვისმენთ ხოლმე რომ ვლაპარაკობთ და როგორ გულზეს ყდებიან. სინამდვილეს თვალები ხომ უნდა გავუსწოროთ. შესაბამისად, როცა გავიგე რა არის ბრძოლა ავიღე ხელი და დებილი ხომ არ ახარ ახლა. რას ვებრძოლო, ვიფსებძოლ, ვის ვაგინო. ვიცხოვროთ რა, არ შეიძლება ვიცხოვროთ. იმდენი გამოცდილება ნიჭი არა გვაქვს რომ ცხოვრება მოვაწყოთ ტექნიკურად და რა დიპლომატია ჩვენა გვაქვს, სად არის ხარახურა ხალხი. მერე ხედავთ სულ ყველა ძირითადად მართველი წრეები რუსეთიდან არის დაკომპლექტებული. რუსები ძირითადი ფესვები რუსული არის. კოლორტები ევროპულ-ამერიკული კურსები. ეს კურსების სიმბოლო. თავარი ვირა რომელ ფესვზე ხარ? ფესვი რა არის? ფესვი. რაღაცა კურსი გაიარე ამერიკაში და ეგ იარე იმ კურსები და ეს უფრო აწყობს რუსებს კარგად გამოთაყვანტები. და ყავს კურსანტები მან და ისეც რასაცილო არის საფრანგეთში დაბადებული ქალი პრეზიდენტად რა ხა გონიათ ეგ რუსების ხელდასიმთ არ არის? და მან კონსულტაციას რუსებთან არ გაწევდა ბიძინა? როგორ? მართლაც რო დადგა ეგა რამე ევროპული თქვა? ან ნატოზე ვიძახის რამეს? სიგადაში პრორუსულ სამჟღავნეს ნაციონალისტები ეს რუსები ხო არ იცოდი რომ ესია ვინ დანიშნავს ახლა გალაშავას მან და ისე რა რუსების გარეშე პრეზიდენტს აი ვინ დანიშნავს დაეკითხნენ რუსებს ვის ხო ესეც მოიწონეს იმიტომ რომ რუსები აკონტროლებენ ედიკა ჩაანაცვლეს რუსებმა სააკაშვილით ჩამოფრინდნენ იქ ხელი ჩაავლეს და ედიკას უწყეს აცახში ახლა ეს იყოს გაახურებ გამოგიყვან სხვა შევიყვან ხო მარგველაშვილი ახლა როგორი კონსულტაციას არ ეთყოდნენ დიდი ძმასთან რომ ეს გვინდა პრეზიდენტი გადაგაუშვით არაფერი საშუალება მართლაც მარგველაშვილი რაც იყო ხო ეგონათ ამას გააკეთეთ აი რა გააკეთა არაფერი ისე ირნა ქსოვა ჭრაკერვის კურსები გაიარა და წავიდა სახში ჰე ნატო შემოიყვანა ტერიტორია ვისი არის იქიდან რომ ჩვენ აზროვნებას დავიწყებთ მე რა ყველაფერს დაავალაგებთ ჩვენთვის კი კარგი ეგა ისე კი ჩვენ ეს არ გვაწუხებს ქრისტიანებს რამე თუ ჩვენ ქრისტიანებმა ვიცით რომ ტერიტორია არენდითა გვაქვს მთელი დედამიწა ჩავარებული და ეს ჩვენი არ არის ეს უნდა დაიწვეს და ამოიწურება და ჩვენ უნდა გადავიდეთ ახალ საზღვრად სადაც იქ სულ ჩვენია თითეული ადამიანის ახალსა ის უკვე ის ჩვენი სამეფოა ეს დროებით ნავსაყუდელი არის ჩანს კიდევაც დროებით როა ვიბადებით კვდებით ვიბადებით კვდებით ბერდებით კვდებით დროებითია ამის შეგნება ხო აუცილებელია და აღარ გვექნება რა ეს სულელური გამოწევა ერთმანეთზე და დაჭმა რა მიწების გულისთვის ათეიზმი მაინც საშინელებაა რა მე ხლა რუსებს კი არ ვაკებ ამ საუბარში ეგენც კაი თაკომბალები არიან ათეისტები და მაიმუნები მე ვიძახი როგორ დავიძვრინოთ თავი ამ ვეშაპისაგან რანაირად როგორ შეიძლება და ამ მეთოდებით რასაც საქართველოს რო გავწყდებით ჩვენ ტერიტორია კი მის იქნება მაინც ტერიტორიას ჩვენ ვერ დავიბრუნებთ ვერასოდეს გამო ტერიტორიები არ არის საჭირო ვიბრძოლოთ ტერიტორიების გულისთვის მოგცენ უფლება ტერიტორიაზე სახელმწიფო შევქონათ. ხო მოგცენ სამის უფლება. აღარ ერევიან. მაგრამ ვაშენებთ. არა რა, ვერ ვაშენებთ და ვიწევით დასავლეთისკენ. ეს არ მოწონს რუსებს რა. ჩემ იმაზე მე შემეკითხე რა რაღაცა რა ამერიკელს ეკითხები და რა გერმანელს ეკითხები. ვერ აშენებს ქართველი რა სახელმწიფოს. უნდა ამერიკელებს კითხოს და არბიან პანოსიანი ხალხივით სულ ამ ამერიკის საელჩოსთან. ეს კარგია კაცო. ტერიტორია კი რუსების არის. აქ შეიძლება კიდე ესეთი აბსტრაქტული რაღაც შეიძლება თეორიასავით წარმოვაჩინო ის რომ აი ეს ტერიტორია რომელსაც ქართველი ბრიყვი არის ფულს არ აიღებს შეიძლება ამერიკელები მან დროს აელჩვა რუსებს უხდიდნენ მაგის ფულს. გვეტყვის ვინმე? ამ ხელა ტერიტორია რო მიითვისე. დავიჯერო რუსებს არ აძლევენ ტერიტორია ხო რუსების არის. აბა რატო დართეს ნება ამ ხელა ტერიტორია რუსებს არაფერი არ აუტეხიათ. მე ზაბ როგორ გამდიდეს პუტინი? მილიარდელი როგორ გახდა? და თან როგორი იცი 60 და 70 მილიარდელის ის არის ხო ცნობილია ბრიყვია ქართველი ხო ბრიყვი არა უცხოელი შემოვე შეუძრება ქვეს და
ტერიტორია ვისიც არის იმაზე ხა უფლებას მაქვს მე დიპლომატიური კორპუსები დამიდგა ხა და წინ და უკან დარბიან იქით-აქით და ეცინება რუსები მაინც თავისას იმას შვებიან. ეს იციან მანდ ვიციან დიპლომატურმა კორპუსმა ვინ არის მანდ Big Brother რო იტყვიან უფროსი ძმა ვინ არის. ეს იცის მანდ ყველამ იცის. დებილები კი არ არიან მანდ უცხოელი დიპლომატები. კონსულტანტებიც აყავთ მრჩევლები და იციან როგორ მოუახლოვდნენ რუსებს და როგორ შეძვრნენ იქა. ამას ჩალიჩობენ სულ. ამ იმაში იწყლიტება ქართველი თავისი დროშა და ჩიპი და პასპორტი და ჩვენც რაღაცა ვართ. არაფერი არა ვართ ჩვენ ჩემო კარგებო, არაფერი. გავახურებთ გადაგვივლიან. და ჯობია იცი ეს შევიგონოთ და მე დამთავრდება ეს რაღაცა ეროვნულობა და რაღაცა სისულელეები კიდე რა. ეს რელიგია ხო რუსებმა მოგცეს უფლება რომ გააფართოეთ ეს საშიშროებას არ წარმოადგენს რუსებისთვის პირიქით. რუსულ სპეცსამსახურებს აწყობთ რაც უფრო რელიგიური გახდება საქართველო, რაც უფრო დაბნელდება. და ფარულიომი ამის ის არის რომ დასავლეთი კონსულტაციებს თავის იმეებს მაინც აგდებენ რომ იქნება გადავიბირო და ყავთ თავისი ლიბერტანიანები, ლიბერალები რომ ებრძოლონ ამ ეკლესიას, მაგრამ ვერაფერს ვერ აკლებენ. იმიტომ რომ აქ ის უკან რუსეთი დგას და მაგრამ მოამარაგებს რა ყველანაირად ხო? და ეს კანავილიც უფრო გავს ლომს რო შეკანავლებს კატარა. ეს ლიბერალები, ვითომ ლიბერალები რო არიან, გავიდა წლები და დაყარეს ფარხმალი და მე მგონი სააკაშვილიც დაუტყვა პუტინს უკვე. დაუტყვა. დათვა მათი ურთიერთობა. იმიტომ რომ პუტინის მითითებით არის დანიშნული იქ სადაც არის თავი შეაფარა. ზელენსკი ახლა ზელენსკი და უკრაინელების ის არის ახლა არ გადამრიოთ რა. და 45 მილიონს მოწონს ახლა სააკაშვილი 45 მილიონში ვერ მოიძებნა კაცი გონიერი ჭკვიანი რეფორმატორი თუ რეფორმები უნდა და ეს კაკებეშნიკი უნდათ მან და არ გადამრიოთ და ეს უკრაინის ნება არის? რას გვატყუებენ? ეს ხო არჩეული არ არის, დანიშნულია. და რუსეთის ინტერესების გამტარებელი იქნება მანდაც ახლა რა თუნდა მაგას ლაპარაკი რა. საბჭოთა დიდ საბჭოთა ძმურ ოჯახში დაიბადა ეგა თელი ოჯახი ნათესავები და შეფიცულები არიან და გადაუღებს სამფიც და გააგორებენ ახლა არ ვიცოდეთ მაინც ხო. მოჩვენებითად იჭიჭყინ ახლა მოვატყუოთ ევროპელები რომ ვითომ რუსებს ვაგინებთ. ეგ რუსებსაც უნდათ. აგინე თუ გინდა რა პრობლემა არა. ორი ვარიანტი აწყობს რუსებს. ჯერ ერთი გაპაზორდები შენ და მეორეც მე მაგინე ტყავსაც გაგაძრობ. ხალხს აიჯანყებ აქ და გადაული მიზეზი მექნება და გადაული. ხო გადაუარა 2008-ში. და რამდენი ბიჭები მან ჩაწუნენ მიწაში, ხო? დიდი მაკედონელი მყავდეს ეგა და დიდი სტრატეგოსი ახლა რა ომს იწყებს სააკაშვილი სასაცილოა რა ბუნჩულა ბიჭის ომი არ გაიშვა კიდე რა დასმული პრეზიდენტი ფუტლი არის მე შენგეთი თვითონ ნაპოლეონი დაიძრა კუნძულ ხელახლა დადგა იქა და რაღაცა მოიპოვა ეგაცა ტრაცაკოლა პრეზიდენტი და თითების ქნება სკოლის დირექტორი რა დაგუნიშნეს რუსებმა ეს სკოლაა საქართველოს და სკოლის დირექტორი და ქართველებს აღარ მოეწონათ ეს მკაცრი დირექტორი და გამოუშვეს ცოტა უფრო რბილია. იატაკოშიდან ბიზინა გამოვიდა, დიდი მაფიოსი გამოვიდა, ესეც ჭკუის დამრიგებელი და მეგიშველი და ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ და ერთი წელი ცოტა გაუძლო რაღაცა წინ და უკან სირბილს და პოლიტიკას დიდი პოლიტიკიდან გავითა და ხროვა დატოვა. ხროვას აფინანსებს. პოლიტიკურ გუნდს სოროსივით ეგეც აფინანსებს და ახლა რა მნიშვნელობა არჩევნებს მათ მე ვერ გავიგე. დამფინანსებელი ვინ არის მათ ამ პოლიტიკური ხროვის. იგივე ოპოზიცია როა, ვითომ ნათელაშვილი რო ფიქრობს რა, ნათელაშვილი ის კაცი ახლა რო ტერიტორიები გააფართოვოს თუ აი რა უნდა გააკეთოს ამ კაცმა. არაფერი. ვატყუებენ რა, პოლიტიკური თამაში მიდის. თამაში პოლიტიკურ ჭვავის ყანაში. პარიფრაზირება რო გავაკეთო იმის ჯერომ სელინჯერის რომანიდან. ზუსტად ეგ არის საქართველოში. პოლიტიკოსები არა, ისინი არიან ერთი თავგასიებული ხალხის პოლიტიკა არ გაიშვა კიდე რა. ცხოვრება გვინდა და არა პოლიტიკა. არ გვაძლევენ უფლებას ადამიანებმა ელემენტარულად იცხოვროს სამუშაო რა, უფლება მუშაობის, ცხოვრების, ოჯახის შექმნის. მოიჩა არ მინდა ხა მიწა ვისია და დროშა ვისია. მაცხოვრე რა მეწარ დროებით რაღაცა მაბუნჩულე. არა ბიჭო, სუტუნის რეცხვა არის მანდა რა. კამათები მიდის ეკლესიას ებრძვიან, მართლმადიდებლობას ებრძვიან, ას ებრძვიან, ვინ ებრძვის, ნეტ ერთი ეკლესიას ებრძვიან. მეტი პრობლემა არა აქვს რა. საერთოდ არ ქონდა ბიბლიის თუ გავიხსენებთ ისტორიას საერთოდ იაკობის ოჯახს არაფერი არ ქონდა, მაგრამ დაპირებული აღთქმა, რომელიც იაკობამდე დიდი ხნით ადრე თავის დიდ წინაპარს მიცა ღმერთმა აბრაამი. 21 საუკუნე ძველი წელა 2166 წელი პირობითად თარიღები ასეთი არის ბიბლიაში. ეს არის 21 საუკუნე, 22 საუკუნე ძველი წელთაღრიცხვით. ღმერთი დაპირდა აბრაამს, გამოიყვანა ერთ-ერთ ქვეყნა ურის ქვეყნიდან და უთხრა რომ მე აი ამ და ამ ადგილზე ამ ტერიტორიას შენ ჩაგაბარებ და გავა. მაშინ ეს ზღაპარებით ჩაესმოდა აბრაამს ყურში, მაგრამ გავიდა დიდი დრო. იქიდან დაგავიდა 430 წელი. და 430 წლის მერე ის დანაპირები შესრულდა. და განვითარება კი ასეთი იყო, ერთი კაციდან
ერთი შვილი, მერე იმას შვილი შეეძინა, აბრაამის შვილი, იაკობის ოჯახი და იმის გამრავლება ეგვიპტეში, მონობაში. მათ ტერიტორია არ აქვს. ისინი არიან ზღვის ტერიტორიაზე. იმის გამო, რომ ფარაონთან კარგი მოიპოვა ავტორიტეტი იოსებმა, დართონება თავის ოჯახის წევრების შემოეყვანა და გარკვეული ადგილი მიუზომა. არ ვიცით რამდენი კვადრატული კილომეტრი იქნებოდა. გესემის მიწა. როგორც აი სამაჩაბლო ოსებს და რა ოსები ცხოვრობენ დიასპორა, ხოლო ტერიტორია ჩვენია. ეგვიპტის ტერიტორიის ერთ პატარა იმად ჩამოყალიბდა ებრაული დიასპორა, ისრაელი, იაკობის ეწოდა ისრაელი და მისი შთამომავლები ისრაელიტანები იყვნენ. ასე გავიდა წლები. გამრავლდნენ და გამრავლების შედეგად ფარაონის შეცვლის მერე მოვიდა არაკეთილ განწყობილი ფარაონი და ესენი დაიმონა. და უფასო მუშახელი ყველას უნდა. ასე იქცა 2,5 მილიონი ადამიანი მონად ეგვიპტეში და ყველაზე მძიმე სამუშაოებს ესენი ასრულებდნენ. აი, დააკვირდით, ამის მერე ხდება ის, რაც მერე მოთხრობილია გამოსვლის წიგნში. მოსე როგორც მკვლელი გარბის და 40 წლის მერე მას ღმერთი ეცხადება და ეუბნება, წადი. განაპირები, რომელიც აბრაამს მივეცუნა შევასრულოთ და გამოიყვანე ეს ხალხი ქანაანის ქვეყნისაგან. ამასობაში ქანაანი დასახლებული არის ქანაანის შთამომავლებით, ქამის შთამომავლებით, შვილი ქანაანი ნოესი და სხვადასხვა ტომი გამრავლება და ქამის შთამომავლები არიან. ქანაანი აერთიანებს კრებით სახელი იმ სახელმწიფო სუბიექტებს, რომელსაც გირგისელები, იუშეველები, ფილისტიმელები, სულ ყველა ერთად აღებული, ეს არის ქანაანელები. ქამის შთამომავლები ქანაანის გამრავლებული ქანაანის შვილი რო იყო, იმის წარმართი ისინი. დააკვირდით, სხვა ხაზით წავიდა ნოეს ერთი შთამომავალი შტო, ქამის, სემი ქამი და იაფეტა შვილები. და აი ეს ტერიტორია კარგ ხანს, სანამ ეგვიპტეში ესენი იყვნენ იაკობის მოდგმა, ისინი იქ ბოგინობდნენ და ძალიან ძლიერებიც იყვნენ შთამომავალი. აი ეს ტერიტორია, ხედავთ, არის იმათი. ხთან მთლიან ტერიტორიაზე არის პატარ-პატარა სახელმწიფოები, ქალაქ-სახელმწიფოები. ამ ქალაქ-სახელმწიფოებს უნდა აიღონ და მთლიანი ტერიტორია ისრაელზე უნდა გადანაწილდეს. იყო იცით იქ სახელმწიფოები იყო, პატარა-პატარა ქალაქ პოლისები იყო ეგა, თავისი ციხე გალავნებით და აი ესეთი განაწევრებული ტომების სახელმწიფოები იყო ამ ტერიტორიაზე, რომელიც ფართობით დაახლოებით არის დღევანდელი თურქეთის ტერიტორია. აი ეს უნდა საკუთრებაში გადაცემოდა ისრაელის 12 ტომს, რომელიც გადანაწილდა კიდევაც. ახლა იყო საჭირო ამ ტერიტორიის აღება და ხალხი, რომელიც 430 წელი მონობაში იყო, არც თოფის ხმარება იცოდა, თოფისად იყო მაშინ. არც იარაღის, მოკლედ არაფერი არ ქონდათ. და ცარიელი, ტარიელი წამოვიდნენ, ქალები, მოხუცები, ბავშვები და მთლიანობაში სადღაც 2 მილიონიდან 2,5 მილიონი ესეთ ჩამოთვლილია ბიბლიაში, იყო ეს. აი ამას მოუძღვებოდა ამ ხროვას მოსე. და მოსეს წინ ღმერთი მიდიოდა, ამას ყველა უყურებდა და ყველაფერი იმ დაბრკოლებას, რომელიც მანამდე ამ გზაში ხდებოდა და სამი თვეც არ ჭირდებოდა გესემიდან, ეგვიპტიდან, ჩრდილო აფრიკა იქიდან ქანაანამდე ჩასვლას, სამი თვეც არ ჭირდებოდა. მაგრამ გაგრძელდა 40 წელი. იმის გამო, რომ რა ხდებოდა გზადაგზა. გზადაგზა, ესე იგი, იყო საყვედურებიც, ეს უმწეო ხალხია, არც ბრძოლა იციან, არაფერი, მაგრამ პირველი სადაც იქ ამალიკელებთან ომი რო შეხვდა, ის სულთა სასწაულით ღმერთის ჩარევით ამარცხებენ მტერს. ესენი სულ ღმერთზე არიან ჩამოკიდებული. სასწაულები აშკარა ყველა ხედავს. პირველი სასწაული ამ ხედრინოს და წარმოიდგინე ეგვიპტე მაგრად იყო შეიარაღებული. ეგვიპტეს თავისი ისტორია და თავისი ზეობაც აქვს. ეგვიპტის ისტორია ერთ-ერთი საინტერესო კულტურა არის ეგვიპტისა და წარმართული პოლითეიზმით და მეცნიერები და მთელი რიგი რაღაცეები. ისეთი რაღაცები დღესაც თავპირს იმტრევენ. მეცნიერები როგორ აშენდა ეს პირამიდები და რა ნივთიერება იყო ის მუმია. მე რომ ეს არის ის. ასე რომ ეს უაღრესად ცივილიზებული ქვეყანა იყო. ეხლანდელი ეგვიპტე კი არ არის ეს. იმის აფელია და ნაშთებში აჩდილია. ხო და აი ესეთი ხედრიონებით რო გამოეკიდნენ. ეს უსუსური ხალხი შეშინებულები ღმერთმა რა გაუკეთა? ჩაახჩო ყველა იმ წყალში. სულ ყველა. იმ ზღვაში ხო მეწამულის ზღვა ქართულად რო ქვია, წითელი ზღვა, მეწამული. ამ სასწaulis მოწმებისა და გადალახეს ესე ზღვა. გადაილახა ზღვა, უკან წავიდა ეს წყალი ტალღებ გაიყო ზღვა და სიმშრალეში თელი ეს ხალხი გადავიდა და მე ზღვა ისევ გაივსო და ის ხალხი რო შემოვიდნენ, იქ ჩაიხჩო. ამას უყურებდა ყველა და ჰიმნი გახსოვთ, ჰიმნი შემოსახეს. ყველა 2,5 მილიონი თვითმხილველი იყო ღმერთისა, თეოფანიისა. ეს არ იყო გადამოცემით. ეს არ იყო მოსეს სასწაულები. ეს იყო ღმერთის აქტიური მონაწილეობა და ამას მთელი 40 წელი თვალყურს ადევნებდნენ. ღამით ცეცხლისვეტად დღე
ხურბელი ავა და გაჩერდებიან. ავა დაიძრება ლაშქარი. აი ქანაანი ეს ტერიტორია ამათი არ არის. მე რატო ვლაპარაკობ ამ ტერიტორიებს ქართველებთან რო ვლაპარაკობდი იმის ახლა ბიბლიური ანალოგიები. ეს ტერიტორია ამათი არ არის. როგორ უნდა დაიპყრონ ეს ტერიტორია ამევა? ძალით ხო? ძალა ამათ არ გააჩნიათ. არ აქვს სამხედრო გამოცდილება, ბრძოლი არა, არაფერი არ აქვს. ძველი თაობა უდაბნოში დაიხოცა, მოსეც ასეთი ლიდერი უკვე აღარ არის გარდაიცვალა და სათავეში მოსეთ ადგილზე მოდის იესონავენი და 90 წლის არის. წარმოიდგინეთ. და აი ეს არის უკვე იორდანეს რო გადალახავენ. ერთი მეწამული, მეორე იორდანის გადალახვა. მე იორდანის გადალახვა იცით ქვები 12 ქვა ერთი იქ დადეს წყალში და წყალმა რო წაიღოს სიკვდილის ეს არის ახალ აღთქმაში და ზემოთ რო დადეს ეს განახლების არის ქვები. ისუნავინთან. ეს საინტერესოა, მე თავია ისუნავენი. ეხლა რატო ვიძახი მაგას? ეს ტერიტორია არის ამათვის უცხო. არავინ არაფერი არის ის. 430 წელი გაიზარდნენ. ძალიან ბევრი უდაბნოში თაობა, ძველი თაობა უდაბნოში დარჩა. ახალი თაობა მოდის. გაგებაში არ არიან. ახალი თაობის ხადაგება სისმეს მოსესას ახალი თაობა უკვე გზის პირ როცა შედიან უკვე 39 წელია. აჰა, გზის პირზე დგანან უკვე და უყურებენ ქანაანის ტერიტორიას. და ვინიცის ბევრი ცახცახებს შიშით. არ გინდა ესეთ გამაგრებული ქალაქები, კბილებამდე შეიარაღებული, თავის დროის ამთ არაფერი არ აქვს. და გახსოვთ რა სასწაულით ინგრევა ქალაქი. კედლები და შედიან. აი ეს აქედან იწყება ქალაქების მთლიანად აღება. მთელი ტერიტორია უნდა აიღონ. მაგრამ ცოტა ხნის მერე რაღაც 20 წლის მერე შეჩერდნენ ესენი და დაკმაყოფილდნენ. და ტერიტორია რომელიც ღმერთმა უბოძა იმ რაოდენობიც არის 777,000 კილომეტრი ესე მათ იმის ნახევარიც არ დაიპყრეს. და მეგობრობა დაიწყეს დიპლომატიური მეგობრობა, სადაც მუდმივი ომები მიდიოდა. დაარღვიეს ღმერთის მითი და დაიღალნენ ურწმუნოება მოღალატად არ ვიცით ისუნავენის დროს იცით თქვენ რომ შეჩერდნენ და ყველას უკვე აღარ უნდა რა ეს ომები და ხო გვაქვს უკვე სახლებს მივხედოთ. დაავიწყდა დაპირება რომ ეს ტერიტორია აქამდე თქვენია. დღესაც ისრაელი რაც მაშინ ისუნავენის ფლობდა იმის ნახევარს ფლობს ახლა. ისიც განახევრდა და დაპირებული აღთქმა არ არის შესრულები და შესრულდება. ისრაელის დღევანდელი ტერიტორია გაფართოვდება და იმ საზღვრებში ჩაჯდება, რომელიც ღმერთმა მისცა. დაახლოებით 770, აი დღევანდელი თურქეთი, 777,000 კვადრატული კილომეტრი. დღეს რა არის ისრაელის ისა? 19,000 კვადრატული კილომეტრი. რამდენად გაიზრდება? დააკვირდით? 3-ჯერ გაიზრდება. რაც ახლა 3-ჯერ და მეტი. და თან აყვავდება. ეს არის დაპირება, რომელიც ჯერ არ შესრულებულა. მაგრამ მანამდე გადავხედავთ, ხო შესრულდა ყველაფერი. ესე იგი, რასაც ღმერთი იძახის სრულდება, ეს რატო არ შესრულდება? ამიტომ დრო არის საჭირო. ეხლა, როცა უბრუნდებით ტერიტორიებს, აი საქართველოს ტერიტორია. რო ჩაგაბარა ეს ღმერთმა თავიდან. შენ ეს ტერიტორია შეინარჩუნე? ინარჩუნებ? ტერიტორიას ისრაელი ჩააბარა ღმერთმა ეს ტერიტორია და რა უთხრა? რომ არავინ არ დატოვოთ რა ეს წარმართები. არ შეასრულეს. არანაირად. და მერე დაიწყო ტერიტორიების ნელ-ნელა დაბატარებება და მთლიანად თვითმყოფადი აი ესეთი ტერიტორიაზე საკუთარი სახე არავის რო არ ახარ დამოკიდებული, სამი მეფის 120 წელი, საული, დავითი, სოლომონი ეს იკარგება. და იქიდან მოყოლებული არენდაში არის უკვე მიწა. ეს უკვე მიწა არის ხან ბაბილონის, ხან სპარსეთის, ხან საბერძნეთის და ბოლოს რომის. და ესენი ხარკს უხდიან ბაბილონს, სპარსეთს, საბერძნეთს, რომს. აი გვიგულისხმეს საქართველოსაც. ძალიან ადვილი გასაგებია. ამიტომ უნდა შეინარჩუნო ესა. თორე ისე იცხოვრებ, მაგრამ იქნები შეიძლება გამწვავებული მდგომარეობაშიც აღმოჩნდე. ვაფშე დაგიმონონ, როგორც ეგვიპტეში. ეგვიპტეში დამონებული რო იყვნენ, მონობიდან გამოიყვანა. ღმერთი მონობას არ აღიარებს რომელიმე ერისას და უშველის და ოლქი და არენდად ცხოვრებას აღიარებს. ესეც იმ შემთხვევაში, როცა ღმერთთან შენ დაკარგული გაქვს ურთიერთობა და დაუშვეს რომ ბაბილონში გადასახლდი და იცხოვრე. და მერე სპარსეთი ისევ დაგაბურნებს, მაგრამ დაქვემდებარე ეს სპარსეთის მიწა ტერიტორია და შენ გაძლევს უფლებას იქ ტაძარიც ააშენო და იცხოვ და ხარკი უხატო. ხო გახსოვთ სპარსეთმა დააბრუნეს კიროსმა. დასკვნა ვერ გააკეთა რა. იქიდან მოყოლებული მუდმივად ისრაელიერი ელოდება მეფეს. და ეს მეფე ეგონათ იესო ქრისტე. მეფე კი იყო სინამდვილეში. მიწიერი ეგონათ რომ აი ეს ახლა
წააგვას რომისგან გაგვანთავდა ძველ დიდებას ისრაელის დაუბრუნებს ტერიტორიებს გააფართოებს და ჩვენ ვიქნებით თვითმყოფადი დამოუკიდებელი სახელმწიფო რომლებისგანაც სხვები ჭკუას ისწავლიან. აი ამას ელოდებოდნენ და ნახეთ სხვანაირი კაცი ვერაფერი ვერ გაიგეს რა. და ამიტომ იყო რომ იესოს მერე ცოტა ხნის მერე ეროვნული გამოსვლებმა იფეთქა და დამთავრდეს რომაელების სრული დაპყრობით რომაელებმა რომ მთლიანად იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს. იესოს გაფრთხილება ყურად არ იღეს. არც ძველი გამოცდილება ყურად არ იღეს, როცა ბაბილონში მიდოდა იერემია რას ეუბნება ეზეკიელი რომ არანაირად ღმერთულებმა რომ იქ არ აჯანყდეთ, დამელოდეთ. ესენი ყურად არ იღეს. მათ ეროვნული შეამაყე შეუღიტინათ როგორც ჩვენ შემოგვიღიტინა იქ სააკაშვილმა და დიდი მებრძოლებებით აფხაზეთისკენ დავიბრძოლდათ. ჩვენ ტერიტორიაზე ბრძოლებს რო ვიწყებთ ეს არის სასაცილო და კუდით გვაგვასროლინეს და უკან ქართველებიც გამოგვიყარეს. ესე იგი გაფართოება გვინდოდა და შეგვავიწროეს. აყყარეს სახლები დაატოვებინეს და თბილისში შემოყარეს. ხედავთ, დემოგრაფიულად ჩვენ რუკაზე ძალიან ცოტა ვართ. იმდენი ვართ, რამდენიც თბილისია. დემოს ესე ხალხის, იმიტომ რომ სამაჩაბლოდან ხალხი შემოყარეს მათ, აფხაზეთიდან ხალხი შემოგვიყარეს მათ. და ახლა კი საქართველოს ქალაქ პოლიცად იქცა. ეს არის თბილისი. და ყველაფერი მანდ არის ჩუხჩუხებს. პერიფერია ისეა მიტოვებული უპატრონოთ. პერიფერიაში ცხოვრება ეს არის დროებით გასვლა და არა დამკვიდრება. რაღაც მიზეზების და გამო. ნახეთ როგორ აგავს ეს ბიბლიის ისტორიას ხედავთ? ამიტომ აი ახლა ჩვენ რო დავკარგეთ, ხო, ჩავიბარეთ, როცა იგი ძილის ავაკოციცეთ. ესე იგი, არ იყო ბიზანტია არ არსებობდა, ხო? ჯერ იყო რომი. როცა რომი იყო, ჩვენ რომის იმპერიის საზღვრებში არ ვიყავით. ქართველები რომის იმპერიაში არ იყვნენ. რომი არ მოსულა მაგამდე, რომ საქართველოს დაეპყრო და აბა შენც უხადე ახლა ხარაჯა. მოკლედ რომის იურისდიქციაში არ ვიყავით და შესაბამისად ჩვენი მიწა არენდით არ იყო ჩვენი კუთვნილება. ესე იგი, გირავოში. ეს ჩვენი იყო. და იქ მეფეები იყვნენ თელამბავში, იქ იყო სხვა რაღაცები, მეზობელი, სომხები, რაღაცა ცალკე თემა, მაგრამ აი რო ყალიბდება უკვე და სამეფო დინასტია შეიქმნა და რამოდენიმე დინასტიას, მე ბოლო დინასტია ბაგრატიონებით იცვლება. გორგასლიანები იყვნენ, მე ის იყო. ბოლოს მე-9 საუკუნიდან ეს დინასტია ხანგრძლივი დროით გაწელა 1000 წელი. ბაგრატიონების დინასტია, რომლებიც გამრავლდნენ და ერთმანეთს დაერივნენ. ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ ბაგრატიონები, იცით თუ არა? მაშინ შეერთებოდნენ, როცა გარედან მოდიოდა მტერი. და როცა შენ კინკლობ, გარეშე მტერი ადვილად დაგამარცხებს. და მე-10 საუკუნიდან მოყოლებული, მე-9 საუკუნე ესე აქედან ძველი, სულ არის ერთიანი საქართველოსკენ სწრაფვა და მეფე ერთიანის მეფე გჭირდებოდა. და ასე დაიწყო უკვე რა, კუთხეების შემოერთება, გაემთლიანება და რო დაიწყო ეს უკვე გიორგი პირველი, გიორგი მეორე და გიორგი მესამე დებილი და მერე უკვე ეს დავით აღმაშენებელი და მერე უკვე თამარს ჩაბარდა, როგორც აი გამთლიანებული საქართველო. იურისდიქციას აკონტროლებდა სხვა ერთიანი სახელმწიფო. აი ეს უცნაურია, რომ ჩვენ ეს ქონდა. ეხლა დააკვირდით ამის მერე რა ხდება. თამარის მერე, ერთ-ერთი თამარი ხვითო მეფე არ იყო, მას მოუმზადდა ყველაფერი. თბილისი მანამდე დაპყრობილი აქვს არაბებს 400 წლით და როგორც იქნა ესეც განთავისუფლდა. აი ღმერთის დახმარებით რა თქმა უნდა. აბა დავით აღმაშენებელს არაფერი არ გაუკეთებია. მაგრამ ამ ღმერთს არავინ არ იცნობდა რა. როგორც ისრაელიერი ცოცხალ ღმერთს აღარ იცნობს, მაგრამ ღმერთით ხდება დაბრუნება ბაბილონიდან, სპარსეთიდან, ისრაელში და მერე ხელიდან ხელში რო გადადიან. ამას კი აღარ ხვდებიან. არა და რელიგიური ცერემონიალები გრძელდება. რელიგიური ცერემონიალები შეწყდა მაშინ, როცა ტიტემ 70 წელს მიწასთან გაასწორა ეს. ის ცერემონიალები შეწყდა. ამ ცერემონიალებს გადაყვა ებრაელიერი და ცერემონიალებს ღმერთი აღარ იღებდა. მთელი წინასწარმეტყველები 16-ვე ცერემონიალების საწინააღმდეგო წინასწარმეტყველები არიან. თორე ცერემონიალად იქცა ეს ყველაფერი, რაც ღმერთმა სინაის მთიდან ჩამოუწერა მოსეს და უთხრა როგორ უნდა ყოფილიყვნენ. არა, ცერემონიალებში დარჩნენ. და სწორედ ამას შეხვდა ცერემონიალი იუდაიზმი შეხვდა იესო ქრისტეს ცოცხალს და უპირისპირდებოდა. და იმიტომ ვერ გაიგეს ეს შაბათს რატო არ ღვევს, ან არა აქვს უფლება აქვს. რა დანიშნულება, ვინ ახარ საერთოდ გითხარი, დაბნეულობაში ნუ გვამყოფებ. ვინ ახარ კაცო გითხარი? ეკითხებიან იესოს, ეკითხებიან იოანე ნათლისმცემელს, ვერ გაუკვევიათ, ეს რა არის? და ტერიტორიას რო გაძლევს, ეს მთელი დედამიწა ვინ შექმნა? ღმერთმა. ვინ ჩააბარა? ადამიანს. მერე როგორ ჩააბარა? რომ გამრავლებულიყო ენაყოფიერა და ძალიან ისეთი შემოქმედებით ისე ეწეოდა. ეს ჩააბარა, სახმართველი. რა მოხდა? ღმერთს დაშორებული ადამიანმა დაიწყო გამრავლება და გამრავლებულმა ადამიანმა მიწების დანაწილება დაიწყო. აქ ომი.
ომით უნდა დავე. აი ეს არის სულ. ასე რომ მიწა ღმერთის არის. და ეს მიწა იმის გამო რომ ცოდვილი დაიწვება. ამიტომ ჩვენ ახლა აი რას ვაშენებთ? ეს განკურებია ხალხი, ომები საერთოდ არის ძალიან სისულელე რა. თან მიწების გულისთვის, რომელიც მოგდავი ხარ. არა რა სრული კატასტროფა არის პლანეტის თვალსაზრისით და მით უმეტეს როცა ჩვენ არაფერს არ წარმოვადგენთ. არც სამხედრო რაღაც შინაარსით, არც ინტელექტ, არაფერს არაფერი არ გვაქვს ჩვენ. და რამდენი ჭყავი ვართ რა. რა ბიჭო რა ყიყლიყოს ძახილი არის ბიჭო ქანდარაზე. და ვებრძვით სულიმად ვართ ერთ თავის ქებაში და ესეთები ვარ და ჩვენი ისტორია და აბა წილხვედრი ქვეყანა და გიორგი გვფარველობს და აი ახლა ხედავ რა მაგრები ვარ და აი კორონასგან დაგვიფარა არის ისე მითის სისულელეები. შესაბამისად ეს არის წინა სახეები იმისა რა მოხდება რამოდენიმე ათეული ასეული წლების მერე ამ ტერიტორიაზე. ძალიან ადვილი გამოსაცნობია ბიბლიაზე დაყრდნობით რა თქმა უნდა. აბა ისე შენ ახლა რომ წინასწარმეტყველი ხარ. წინასწარმეტყველი ღმერთია მე კი არა. ამიტომ მე პარალელებს ბიბლიიდან ნებისმიერ ქვეყანაზე გავავლებ და ამ შემთხვევაში კონკრეტულ საქართველოზე. აი რატომ აბიჟინებთ ბიბლიის კითხვა არავის არ უნდა. ასე რომ შემოკარგებო ჩვენ ამ გზას რო დავადეკით ძალიან ახლოს არის ისრაელი დაადგა მაგზას სუ ცერემონიალებში იყო და ბოლო 70 წელს დამთავრდა ყველაფერი. ჩვენც ვაგრძელებთ ცერემონიალები, ქრისტიანული ცერემონიალები, სახელი ქრისტია. მაგრამ ცერემონიალები მამა პაპური არის, ვერ გაიგებ სად მამა პაპური არის ესენი და სად ბიბლიიდან არის, რა დამატებული არის, რა წესები არის, რა ინსტრუქციები არის. შემოგტენეს ესა და ერთიანობით გამოვაცხადეთ რომ ჩვენ მორწმუნეები ვართ და ტრაბახობთ რომ აი ჩვენ კეთილდღეობ. მე რწმენის შესატყვისი ნაყოფები სადა გვაქვს? თუ რწმენის შესატყვი გახარებულად რატო უწუწუნებთ? რატო ჩხუბობთ? რატო ყაყანებთ? რატო სულ ტირი ვართ ფასების მომატება არის? რატო ტირი ვართ რომ პენსიები არ ყოფნის? სულ მორწმუნეები არ ჩხავიან და კივიან? ხო და რანაირ ღმერთს ეთაყვანები შენ ამიხსენი კაცო? არა რა, მაგრაბნელა ისე საქართველოში რა. მაგრაბნელა. ამიტომ ტერიტორია არის ღმერთის, ჩააბარებს ადამიანს, ისეთ ადამიანს, რომელიც არის ღმერთთან და იმ ტერიტორიას ვერანაირ წაგართმევს შენ, თუ არა ღმერთი. ამიტომ ტერიტორიას მიცემი ღმერთია და წამართმევიც ღმერთია. ღმერთი იყენებს ყველას. თურქსაც გამოიყენებს რომ წაგართვას, როგორც გამოიყენა ისრაელიერი და თვითონ მიუძღებოდა და ჩააბარა, აღთქმა დაუდოდა, იმიტომ ისინი გადაყარა. წარმართები. და როგორ ფიქრობთ ახლა ჩვენ ხომ მორწმუნეები ვართ, ისრაელიერი მორწმუნე არის, ურო დაკარგა ყველაფერი? აღთქმის დადების შედეგად არის რომ ის არ იქცევა, იმიტომ რომ ესენი ხვითოები კი არ არიან, ღმერთი თავის სიტყვას არ არღვევს. თორე ისინი საჯელს იმსახურებენ ახლაც დღევანდელი ისრაელი. აი ჩვენ აღთქმა არ აქვს დადებული. შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეიძლება ჩვენ დავკარგოთ ყველაფერი და მონებად ვიქცეთ და არასოდეს კავშირი ჩვენთან არ დაიმყო. ხო რა ახალ ერაში გადავედით ეკლესია, დედამიწა როგორც ეკლესია. ეკლესია როგორც ცოცხალი ადამიანის ერთობლიობა და ცოცხალი ადამიანის ერთობლივების ადგილი აქ არ არის მომავალში ახალისა და ახალი დედამიწა და აქ დაბადება ხდება. დღევანდელი დედამიწა დაბადების ადგილია, სულიერი დაბადების ადგილია, ახალი დაბადებულები გადადიან ახალსა და ახალ დედამიწას. სადაც გომები აღარ არის. აი ეს ერა არის დღეს. და რა დროს მიწები არის ძველი აღთქმის ეპოქაში ვართ? რა დროს ომებია შეიძლება შევაგონოთ ბრიტანელებსაც, ამერიკელებსაც, იმიტომ ესენი ხო ღმერთთან აღარ არიან. ევროპამ ხო დიდი ხანია ღმერთს თითები დაუქნია. ლიბერალობა იგივე ის არ არის? ცერემონიალობა? პროტესტანტები ცერემონიალებში ზიან, იგზიან ყვინთავენ იქარ. დაბადებაზე ნული. და აი ვინც იბადება, აი ეს არის ქრისტიანი და რამდენი დაიბადა და როგორ მოხდა, სად, წარმართულ ქვეყანაში, მუსულმანურში, მე ქრისტიანულ მართლმადიდებლურ კათოლიკა ეს მარტო ღმერთმა იცის. და წიგნი ყველას აქვს და იმიტომ. მთელი დედამიწაზე წიგნი გავრცელდა, ყველა ენაზე ნათარგმნი და ყველგან შევიდა წიგნი, ეს იქნება ირანი, თურქეთი, თურქულ ენაზეც ნათარგმნია, ირანულ ენაზე და იყიდება. ირანელსაც შეუძლია იკითხოს ბიბლია. თურქ შეუძლია წაიკითხოს ბიბლია, ინჯილი. თავისუფლად. არ იკრძალება. უბრალოდ პროპაგანდა შეიძლება არ იყოს ამის და პრობლემა გქონდეს შინ ოჯახში. როგორც ქართველ მართლმადიდებლურ ოჯახში თუ ვინმე ქრისტიანი გახდება, იმას პრობლემა შეექმნება, ნათავის რატო არ დადიხარ, ათოსი ხაროსანი არ ხარ, პატრიარქს რატო, ხატი რატო არ გიგეთ, ეს პრობლემა. მეტი ამის იქით არ მოკლავენ. მაგრამ არის ქვეყნები მუსულმანური, სადაც ქრისტეს მიიღებ და ისჯება კანონით უნდა თავი მოკვეთო. თუ გახმაურდა ეგ. ხო, რამოდენიმე ქვეყანა ასეთი. ესე იგი, ვისაც უნდა ქრისტეს მიიღება დაბადება, აბატონო წიგნი არის. ამიტომ ქრისტე მიცის მარტო ღმერთმა, ვინ არის დაბადებული და ვინ არის ახალი დედამიწის მოქალაქე. ეს დედამიწა განწირული.
ეხლა რამდენიც უნდა იძახოს ქართულმა გაბწყინება საქართველო, გაბწყინება ივერია, ეს ცერემონიალებიდან ამოღებული სიტყვებია და გაბწყინების რა მოგახსენოთ, მაგრამ გაუბედურებული საქართველოს მოსახლეობა იგულისხმა, თორე ტყე, პარკები ისეთი როგორც ადრე იყო. ჰაერი, მზე, ყველაფერი ეს დღეს ღმერთსა, შენ მითხარი ადამიანები. დედამიწაზე ადამიანები რა დღეს ასე გაუბედურებული ქართველები თან ომი არ არის არც ერთ მხრიდან, არც ერთ ეპოქა, აი თვით ომიანობაშიდაც არ იყო. იმედი მაინც ჰქონდათ. ეხლა კი ქართველები სულ უიმედოთ არიან და აღარ იციან რა გააკეთონ და სტრესირებული არიან და ჯანმრთელობა შერყეული ძალიან ბევრი. ახალგაზრდები იმედგაცრუებულები არიან. აი ესეთი მდგომარეობა არის და ამ ფონზე ახლა მართლმადიდებლური ქვეყანა ვართ და ეკლესიას ებრძვიან და სულ ყველა ყვირი ძველი კომუნისტი. ეკლესიას რო ებრძოდნენ კომუნისტები, მაშინ ხმა არავის არ მოუღია. ეს 50-იან წლების, 60-იან წლების არავის არ მოუღია ხმა არც ერთ ქართველს. ეხლა რა დღეში არიან ყველა ძველი ათეისტები რო ეკლესიას იცავენ. რა ეკლესიას ცერემონიალური ეროვნული იმიზე ეკლესიას რომელსაც ქართული ისტორიის დროშა უჭირავს ხეში ეს არის ქრისტიანობა? საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ეს არის საქართველოს ისტორიის დროშა. რა ჯანაბად გვინდა ამიხსენით ერთ. რა საქმეა ქრისტესთან ამას? ის არ დაინდო ნაციონალისტი ებრაელები ნაციონალისტი მოჯდნენ და გაასწორა მიწასთან. ნაციონალიზმად დაუყვა ისრაელები 70 წელს ტიტერო შევიდა და იმას ქრისტიანობას კი არ დაუყია. ეს პრობლემა ისრაელის ეკნება ვიდრე იქამდე სანამ ქრისტე მეორედ არ დაუბრუნდება ამათ და არ მოხდება აღიარება ქრისტესი და მერე მთელი ისრაელი დაიწყებს სოფლიოში ცოცხალი ღმერთის ინფორმაციის გატანას. აი იმ საშუალებებით ახლა ძალიან ძლიერი საშუალებებია. ისრაელი იქნება უკვე ევანგელისტი და არა წარმართი ინგლისელი, შოტლანდიელი და თუნდაც ქართველი. ეს მათ არ შეასრულეს და მის საქმეს აკეთებენ წარმართი ევანგელისტები. თუმცა გამოვიდნენ მაგწიაღიდან. პეტრე, პავლე, ებრაელები იყვნენ პირველი ევანგელისტები, რომელსაც ქვებით უმასპინძლებოდნენ. და მერე წარმართებმა აიტაცეს ეს დროშა და წარმართები აკრისტიანებენ მსოფლიოს. ყოფილი წარმართები. რომლებიც ქრისტიანები გახდნენ და უკვე ქრისტეში განსხვავება არ არის ქართველი, ინგლისელი, ფრანგი, გერმანელი და ვინც ქრისტიანია. აღარ არის განსხვავება. ის არის უკვე ქრისტეს ოჯახის წევრი. აი ახლა რამდენი არის დედამიწაზე მოყოლებული პირველი საუკუნიდან დღემდე სტატისტიკა ამისი არ არსებობს მარტო ღმერთმა იცის. ამიტომ ის სტატისტიკა რომელიც ვიკიპედია ვინციკლოპედიებშია ეს სახელმწიფო სტატისტიკა არის რომელიც ისეთივე ყალბია როგორც კორონას ამბავი არის აყალბებული. ადამიანი ცრუდა მამაძაღლი რო არის ცოდვადაცემული ხა სიმართლეს გვეტყვის ყველაფერს? ხო რა სტატისტიკა ხა 88% ქრისტიანი არის. ევროპა ქრისტიანი, რა ქრისტიანი ევროპა? ქრისტიანი ევროპაში ასეთი პრობლემები? 88% ქართველი მართლმადიდებლები ასეთი ისინი ერთმანეთს არინდობენ ქართველები? 88% აძვირებს ამ იმეებს? არა მეგობრებო, მისტიციზმი ეს რაღაცა სატანიზმი არის. არაფერი ქრისტესთან ჩვენ აი ქართულ სივრცეში აი რელიგიას არაფერი ქრისტესთან არ აქვს. ქრისტე საქართველოში არ შესულა. აი ესეთ ფართო გაგებით. ვიწრო გაგებით იმას გულისხმობ ინდივიდუალურად, ვინც ბიბლიიდან ღმერთს გამოუცხადებს სიყვარულს და მიიღებს. კოლექტიურად ვერამ ვერ გაქრისტიანდება. იმიტომ რომ კოლექტიური რელიგია მათ მართლმადიდებლობაა და მაგი ქრისტიანობას კლავს შენში და გახდის კოლექტიური რელიგიის წევრად. დაგაჭირნებს სანთებს ხელში, თავსაფარს დაგახურებს, ამოგაცხადებს იმათ, ამათ ქართველად და დამთავრდა. მეტი რა გინდა, იქ ქართველი და იყავი. და მოგატყუებს რომ აგერ აი ზეციერ საქართველოში გადიხარ. ზეციერი საქართველოში რა მოგახსენოთ, მიწიერი საქართველო არ ვარ გაარაფლად და მიწიერი საქართველო გადავხედოთ რა დღესია მიწიერი. მოსახლეობა იგულისხმება, თორე ჰაერი, წყალი, მიწა და ის არას ვერჩი კაცო. მიწაც მშვენიერი არის და ყველაფერი ხარობს. სხვათა შორის საქართველოს ტერიტორიაზე ყველაფერი მოდის. კლიმატური პირობებიც უკეთესია ვიდრე სხვა ქვეყნებს, თუნდაც გერმანია. მაგრამ ვინ იყენებს რომ ხარახურა ხალხი არის მაცხოვრებელი. გაბღენძილები და ისტორიზმით სავსე, თორე მიწაზე ხარობს ყველაფერი მოდის მათ, ყველაფერი. რა ვიცი, რა არის რამე არ მოდიოდეს მათ. სუბტროპიკული უთხეც ქონდა წაგვერთვა. ალპური ზონაც გვაქვს ბატონო. საზორებიც ქონდა. მიწაზე დათესავ ყველაფერი მოდის. ნუში ხარობს, ალუბალი, ტყემალი, ალუჩა, გარგალი, ყველაფერი მოდის. რა ხალხი? ხალხს ახლა ეს რა ინტერესებს? თავარია ჟურნალისტიკა და მიკროფონი დაიჭირე ხეში და ირბინე გიჟით ხო? და იურისტობა და პოლიტიკა და თელი ამბავი. და მაგ ტერიტორიას სხვა წაიღებს. ის სხვა უკვე ვიცით ვინც არის. არ დათმობს არც ერთი ტყაველას და არენდით გადასცემს, არ გაამართლეს შენ რომ დაიქირავე ეგა? მოსპობი და სხვას ჩაბარდება. როგორც არენდით ქონდა, არენდატორი ვიცით ღმერთია. ბიბლიის თანახმად მიხვდებით ალბათ, როგორც ქანაანელებს ქონდათ არენდით და ვერ შეიშნევეს. წაერთვა და
ისრაელს მისცა. ვერ შეიჩნო ეს, მაგრამ იმის გამო რომ აღთქმა დადული ქონდა, ამასთან მაინც არის და არის დღესაც კი. მიწა მაინც ხვაგთ. ეს ღმერთის სიყვარულზე მოქმედებს შემოკარგებო. მაგრამ სხვა ქვეყნების რა მოგახსენოთ? ამიტომ არ დააკვირდეთ ისრაელის ისტორია რა უცნაური ისტორია არის. აბა გადახედეთ. რომელიმე ერი 1948 წელი გამქრალა და ისევ ამდგარა? ესეთი რამე არ არსებობს. ეს გაბნეული ერია პირველ საუკუნეში. არც ენა დაუკარგიათ არაფერი, ისევ შეიკრიბა და სახელმწიფო აფრიალა და გაასწრო 3000 წლოვანი გამოცდილება რო გვაქვს საქართველოს ისრაელმა. ყველა სფეროში. და მთელი ქართველები მონებათ არიან ისრაელში. თუ მთელი არა გარკვეული და ხომიტე მათხოვრობენ იქ იმუშაონ. აბატონო, მაგრამ ებრაელები საქართველოში სამათხოვროთ არ მოდიან სამუშაოდ. რა უპირატესობა გვაქვს ახლა ჩვენ? რომ ვიძახით ქრისტიანები ვარ და რა უპირატესობა გვაქვს? რა უპირატესობა გვაქვს რომ 3000 წელი გვაქვს სახელმწიფო ჩვენ საუკუნოვანი ეს არის. ამე ისრაელი გაბნეული იყო 1948 წელი. ისევ დაუძახა ღმერთმა და ფენიქსიდან აღდგა რა და მოწინავეთა რიგებში ჩადგა 1948 წლიდან გავიდა 72 წელი. 72 წელში ეს მოწინავეა. ჩვენ კიდე ვართ მათხოვრები. დღესაც და სამათხოვროთ ისევ ევროპასა და ისრაელს მევაშორეთ და ვეჭიჭკინებით რატო არ მიშვებ მან და შეხო ჩვენთან იყავი ებრაელები. ეხ ჩემოკარგებო. ასე რომ არენდით გაცემული ადამს მისცა ეს მიწა და უთხრა ეს მფლობელი მე ვარ land lordi ესე არის ხო ინგლისურად აი ამის უფალი და შენ ხარ ამის გნებას სახმართველი გნებას მენეჯერად და ხოლო ეს ჩემია ესე იგი ჩემი ინტერესებით უნდა იცხოვრო და ჩემი ინტერესებით უნდა დაამუშავო ის მიწა რომელიც შენ მოგეცი და არ არის საჭიროება საჭმელისთვის დახოცო ვიღაცები და ხორცები არ იყო მაგის საჭიროება აი ეს დავკარგეთ ესე იგი, ხედავთ საიდან ავიღე, ვისია მიწა, ვისია დედამიწა, ღმერთის. ყველაფერი რაც გააჩნია ვისია ღმერთის. ადამიანის ფუნქცია რა არის? ერთგული სახმართველი უნდა იყო. ასე რომ რა მიწებზე ვსხუბობთ, რა ეს ცოდვა დაცემული ადამიანებმა დაიწყეს ეს, მაგრამ ვის დარჩება ეს? არავის, დაიწვება და იმიტომ. ხოდა ეს ადამიანები საწავლენ. აი ეს დროებით არენდატორულ მიწაზე რომელიც ცოდვა დაცემული არის, აი აქ ადამიანები ქრისტეს შემოსვლის მერე გითხარ რომ სულით იბადებიან, ემზადებიან ახალი დედამიწას და იქ ომი აღარ იქნება. მაგრამ ეს აქ შეიძლება ვიომოთ მიწებზე. აი ქართველის ტვინში ჩამახედა ქრისტიანი თუ არის. იმას დაიწყებ და აი ოსების არ არის ჩემი ადგილი. ეს ომხებ ჩემია. ამას რა მოყვანახეთ? აი ღმერთმა დაუშვა რომ წაგერთვას ეს. ეს შენი არ არის. არც არავის არ არის მიწა გარდა ღმერთისა. და ვინც ასე აზროვნებდა მეტნაკლებად. დროებითი არის რა მოეწყე რა შენც იცხოვრე რა ოსმაც იცხოვროს აფხაზმაც იცხოვროს თუ ჩაგაბარეს ღმერთი ლიდერობა იმის კი არა რომ სხვაში ავიწროვო ოს დედაუტირო მე ენა იმის კი არა რომ შენი გააბატონო და სხვაში ავიწროვო ოსი იქნება თუ აფხაზი თუ სომეხი ღმერთს ეს არ მოწონს როცა შენ ქრისტიანი ხარ და ხომ ვართ ქრისტიანები ხო ყველა იძახის ვართ მე ეს არის ქრისტიანი ეს არის ღმერთის მოსაწონი სახელმწიფოა და ღმერთის მოსაწონი სახელმწიფო მადლი გაუხვებულია, ტერიტორიაც ფარდოვდება და ხალხით შენთან მოდიან და აიმკვიდრონ კარავში რომ ისწავლონ რაღაცა ღმერთიდან. ჩვენთან არავის არ უნდა ცხოვრება და თუ უნდა წაგვართვან ადგილი მაღაზი არიან ორიენტირებული და გვეტენებიან. აბაღა ჩვენი რწმენა არავის არ აინტერესებს მანდა. ეს არ რწმენაა, ყველას თავის წარმართული რწმენა აქვს. აი საიდან ავიღე მე როცა თავიდან მილაპარაკე მაღაზე, როცა ქრისტიანული სამხედროობით უყურებთ ყველაფერს და რამხელა უპირატესობა აქვს ქრისტიანულ სამხედროებას. თითოეულ ჩვენთაგან სხვა ეს ინტერესები გვამოძრავებს, რაც შეიძლება ბიბლია უფრო კარგად გავიცნოთ, გავიგოთ და მე იქიდან მატერიალური სამყაროში რა გვეკუთვნის და რა არის და როგორ. ახლა ამას არავინ არ გაგვეტანს აქ ჩვენ საქართველოს მიწა წყალს და დღეს რო გარდავიცვლებით არავინ არ გაგვეტანს. ეს რჩება აქ გარკვეულ დრომდე სანამ უკანასკნელი ადამიანები იქნება და ბოლოს იწვება. ეს ყველაფერი იწვება. აი ეს დედამიწა რომელსაც ტრიალებს, ეს დაიწვება. აღარ იქნება, აურთქლდება. სამაგეროთ არის ახალი, ცადა ახალი დედამიწა. რომელიც არ ვიცით, არ არის აღწერილი დაწვრილებით რა არის. მაგრამ ერთია რომ არ იქნება სიბერი, არ იქნება სიკვდილი, არ იქნება ტკივილი. ეს თუ არ იქნება, მორჩა მეტი აღარაფერი, ეს არ გვაწუხებს ჩვენ აქ. და სიბერი და სიკვდილი რო არ იქნება, ეხლა წარმოიდგინეთ, ახლა რაღაცა არის ეს. მე მზის მაგვრად, მზე არ განათებს ეს ფიზიკური ისენი აღარ იქნება. გაანათებს თვითონ ღმერთი რა არ ვიცით რა არის ეს როგორ იქნება რა
აი პირდაპირ არ ვიცი, ხანდახან ინტელექტუალური პრობლემა ვისაც აქვს, ინტელექტუალური, ამას ეს ღაპრად აღიქვამს. ვისაც რწმენა აქვს, ამერთისაც ღაპრად კი არა რეალობად აღიქვამს, ამას ეს ნამდვილად შესრულდება. თორე ჩვენ რა ვართ ამ დედამიწაზე რომ ფოხიალობთ და ვერაფერს ვერ ვსწავლობთ. ვისწავლეთ არ გვადგება. ვართ სულ პრობლემების გამოსწორებაში. მოკლედ ადამიანი პრობლემაა და განა პრობლემას იშორებს, პრობლემას აახლებს. პრობლემად იცვლება. პრობლემის ამღები აქ ადამიანი არ არის. პრობლემის შემქმნელია. პრობლემა კი ღმერთმა მოხსნა. ვინც ამას იწამებს, ის არის ახალი იმაში შედის, ახალი ცადა, ახალი დედამიწის მოქალაქე აქ. და უკვე აქვე გაცემულია მასზე ვიზა. და იმისთვის უკვე ეს აქ ცხოვრება, ხო იცით? ისეთი ამაღელვებელი აღარ არის, რომ ძიმეთ მიიღოს რაღაცეები და უიმე და გულის ხეთვები და გული გაუწყდეს. ახლა თუ გაკოტრდება და ვაიმე ის მომიკვდა და ვაიმე ესე და ვაიმე რა მეშველება და უი мама პაპანი და რა ქრისტიანი ხარ? ამას აღვივებს ჩვენში საღვთო წერილი თავიდან ბოლომდე, რომ როგორ უნდა გავიზარდოთ ჩვენ სულიერად, ისე რომ ვეზიაროთ ქრისტიანულ რწმენას, რომელიც გაგვიყვანს ჩვენ იმ რეალობაში, რომელიც წინ დაგვიდო ღმერთმა ახალი ცადა ახალი დედამიწის სახით. ეს არის მაგარი რეალობა. თუ ეს არ აგწამს ახლა ცერემონიალებით ვინ გადარჩენილი ხა მღვდელთან აჩოტები აბარე და მე სანთელიანთე მე თავსაფრითი და იძახე ეკლესიური ვარ და ამას ვიცავ და იძახე ახლა ნიკოლოზას გილოცავ, ნინოს გილოცავ, იძახე თუნდაც აღდგომას შობას გილოცავ, ვის რას ულოცავ? შენ იცი რა არის ხა? შენ თუ შეგეხო ეს შენ ამის მადლი და თუ შეგეხო რატო ხარ ისეთი როგორიც იყავი მანამდე? ბნელი, ყრუ, მოჭაჭყანდა, არანაირი სიხარულის მატარებელი არ ხარ. ისევ ძუნწი ხარ, ისევ ხარბი ხარ, მიმტაცებელი ხარ ყველაფრის. ამიტომ სადეთყობა საქართველოს რომ ქრისტიანები ვართ 88%. ძმათა სიყვარულს ხედავთ, ურთიერთდახმარებას ხედავთ, ვისაც აქვს ანაწილებს რაღაცა ქონებას. თუ რა? ზაოცარი მიმტაცებლები არიან. მართლმადიდებელი ხარ? ესე იგი საშინელი ხარ. ვინც მართლმადიდებელია, ის მტაცებელია. ამის ისეთ შემიძლია თქვა. მტაცებელია შიოლაშვილი, მტაცებელია, მღვდლები მტაცებელია, მასთან დაახლოებული სეკულარული მთავრობა, რო ეპათხალებებიან, ემლიქვნელებიან, ელაქუცებიან. ორივე ერთად კი მოსახლეობას ტყავს საძრობს რა. არა მეგობრებო, არა იყოთ აქცენტი ოფიციალურ რელიგიურ წარმოდგენებზე. ბიბლია ღმერთმა ჩამოგირეგათ, მეტი არაფერი არ გჭირდებათ. ეს და თქვენი თავი, თქვენი რწმენა, თქვენი გული. გაიცანეთ, თუ რწმენას იტყვით რომ მე რწმენა მინდა, ბიბლია არის წყარო. დანარჩენი რწმენა ცრუ რწმენა. მატერიის რწმენა, იმის რწმენა, ამის რელიგიის ეს ცრუ რწმენა. აი, ცოცხალი რწმენა ბიბლიიდან არის. ჩამოიღეთ თაროდან, გადახედეთ, ნახეთ და დაიწყეთ იესო ქრისტეთ თუ გნება და მე საიდანღაც შეძვერით. დაიწყეთ თუ გინდა თავი, საიდანაც გესიამოვნებათ, იქიდან დაიწყეთ კითხვა, მაგრამ კითხვა არ იყოს წინასწარ შემოშავებული აზრებით. კითხვა იყოს სიყვარულით, ღმერთის დახმარებით. აბა ნახეთ თუ არ გაიგებთ. და ნახეთ როგორ გამოგადგებათ დედამიწაზე ვინ ცხოვრობს. გაგატარებინათ ცხოვრებას ძალიან შინაარსიათ, შვიდად, წყნარად და არც სტრესი გექნებათ და არაფერი. კარგი, დაგემშვიდობებით, აბა კეთილისურვილებით, დიდი მადლობა მოსმენისათვის და ყველაფერს კარგი სურვით, ქრისტეში გაზდას გისურვებთ პირველ რიგში და გონების გამჭრიახობას.